მოგესალმებით, მეგობრებო, დაბრუნდა ისევ რუსთავის ეთერში კი არა და YouTube-ის ეთერში გადაცემა პოდკასტი სტუმარ ელენე ლომსაძესთან ერთად, რომელიც არის ცნობილი TikTok-ერი. ხო? დიახ, ძალიან ცნობილი. მახარ ნუ ნერვიულობ, რამე დალიე, იმიტომ რომ რაღაცა ხო, რაღაც ისე დაძაბული ვარ და რამე უნდა დავლიო. რა შეიძლება რომ დალიე? საერთოდ რეგლამენტი მოითხოვს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და თითო ოროლა სიტყვა გავცვალეთ, მაინც გითხრათ, როგორ ხარ ელენე? კარგად, მადლობა, თქვენ როგორ ხარ? ელენე სვავს ალკოჰოლს, იმიტომ რომ გავბუჟდეო, რომ ნერვიულობს გადაცემებში მისვლაზე. გავბუჟდე არ მithქვამს, მაგრამ ნერვიულობ გადაცემებში მისვლაზე. გავბუჟება არ არის, იგაბა რა არის. უფრო ხო, რაღაც ეგ შევხურ. სად დაგილებე ყველაზე მეტი რომელ გადაცემაში სტუმრობამდე? სტუმრობამდე არა, მაგრამ არ ვიცი თუ შემიძლია ამის მოყვა, მაგრამ მე და თეონა ვიყავით კავია პლუსის ერთ-ერთი გადაცემის თანაწამყვანები და ნუ ჩაწერები ძალიან დიდხანს გრძელდებოდა, შესაბამისად დილიდან ვიწყებდით დალევას და ვამთავრებდით პირველზე მთავრდებოდა ჩაწერა. სეზონი მორჩა და არ ვიცი კიდე დაგვიძახებენ თუ არა, მაგრამ ხო არ გიფიქრეთ რომ მაგიტომ მორჩა სეზონი, ეს რომ ბუხავდი დროზე ადრე. ორი გადაკიდებული დახალი ერთმანეთზე ფიზიკურად სუდად. არა, ნუ ძალიან ვერთობოდით თან ჩვენ. დალევა არ გვჭირდება ისე რომ გავერთოთ არასდროს, მაგრამ რაღაცა რა. ჩემ არხზე სხვადასხვა ძალიან ნერვიულობენ ბიჭები და ძირითადად მაგიტოსამენ 1-10 წელია. ცოტა კი. 10 წელია? ნუ დიდი ხანი არხი გვაქვს და მე ლუდი შემოვიდა სპონსორად და საერთოდ არანაირი კაპიკის გადახდა აღარ უწევთ სასმელში და ესე ბიჭებო აღარ გინახეთ როვნები, ნუ სვამთ მაგდას ხო არ ნერვიულობთ ხო და ხო, მაგრამ მე სხვა დროს არ ვსვამ. მარტო თუ სადმე მეპატიჟებიან. ძირითადად ხშირად ჩაწერები ამ. არც ისე, ის მორჩა უკვე, სულ 8 ჩაწერა იყო 8 ჯერ ანუ სადაც მიდიხარ იქ როგორც სტუმრის რანგში შეიძლება დაძაბულობა ქონდეს, შენივე გადაცემაში ეგრე ქონდა? რომ ნერვიულობდი? იცი რა, პირველ დღეს გქონდა ეგ მე და თეონას და მე გაგვიარა, მაგრამ სოჯუმაკარი. მიკროფონი. მაინც დავ მე გაგვიარა. შენიშნო რომ ისა იმან. რა მოდიოდი? სად მოდი? რა გიგონა რომ სად მოდიოდი? არ ვიცი, მე ნანახი მაქვს სხვათა შორის თქვენი პოდკასტი, მაგრამ TikTok-ზე. რატო YouTube-ს არ ვაღიარებთ? გადმოწერილი აპლიკაცია თუ? არა, YouTube-ს ძალიან ვაღიარებ, უბრალოდ TikTok-ზე უფრო მარტივია რა. და უყურებ ამოჭრილ ნაწილს. ანუ ამხელა ფილოსოფოსი კაცი. საათი და 15 წუთი რო ლაპარაკობთ აქ და მაგხელა გადაცემა რო დაახლოებით. საათი და 33 წუთი. პირობა შეასრულა. კი ბატონო, ჯვარი გამოუგზავნა და უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა ბატონ გიას. აი ნახე რომ მქონოდა მეცოდინებოდა ახლა. TikTok-ზე არა მოიჭრა ეგ მომენტი. ხო, არა მოიჭრა. ხო, TikTok-ით ახლა რაღაც წარმოდგენა არ გიქნება შენს კარგი შექმნილი ჩვენზე. არა, რატო არა, სულ ძალიან გასართობი არის თქვენი გადაცემის ის თითო წუთი რაც ნანახი მაქვს. ანუ მეტი ვერ გაიმეტა ჩვენთვის ესე იგი. ჯამში ბევრი მექნება ნანახი. შენი სამეგობრო თუ გაერთიანებულად. კი, სხვათა შორის. ყველა გიყურებთ. მე ვერთობი, რა ვქნა, მე Netflix-ის სერიალების გარდა ვერ ვუყურებ ვერაფერს. უბრალოდ დრო არ მოქვს და Netflix-ზე ძალიან სისულელებს უყურებ. აი, ყველაზე კორეულ უაზრო სერიალებს უყურებ. ხო, ის არის. ტვინის დნობას შეგეტყო. სერიალებსაც იგივესო, ეს კორეული რატო შემოვიდა მოდაში? დრამები. ხო, აი, ოღონდ ძალიან კაი დრამებია. ყველაფერზე ვწირი. აი, ერთხელ თუ ცდი ძალიან მოგეწონება. ოღონდ შანსი უნდა მისცე. ქართული ფილმი ან ღორი. ღორი ნანახი მაქვს, ღორი ჩემი საყვარელი. იმიტომ ეს კი ახლა კორეაზე წავიდო და ღორი თუ ნანახი, ღორი ხო ნანახი. ღორი ღორი არ გაქვს ნანახი? რა ღორია. დასპოილერებული ვარ და არ მაგითო. შეხო, რაც მე დაგასპოილერე ღორი. აი, შეჩემა ეხა ერთ 10 ფილმს გეტყვის სოფლიო კლასიკიდან და ნანახი არ გექნებოდა. აუ, მიდი ჩამოუთვალე ხო? რა სოფლიო კლასიკა, ბიჭო. რა სოფლიო კლასიკა. ვიღაცამ Google-ის ბუდეს გადაუფრა ნანახი გაქვს? სამ ღორი მაგას. რა ღორი ნანახი. ღორი რა შემყლე. რა Google-ის ბუდეს გადაუფრა? ღორი ნანახი, მართლა არა, რა შეჩემ. ანუ ღორი მართლა უნდა გქონდეს ნანახი, იმიტომ რომ ძალიან მეგობრებო, დიდეს ბოდიში. დროის ამეშინია ხაშლაბისა კი არ მეშინია. რაღაცა მეცხა ბევრი ფილმი კლასიკური არ მაქვს ნახი და არა, ეს სხვა ლეველის ფილმი არის. ეს არის ტრეში არ არის. მარა არა, ძალიან სხვა ლეველი არის. ბოზები არის ერთი მიყავს. ორი არის ხო? ერთი ბოზი არის. ერთი ბოზი მიყავს და ეს სამი კაცი დასტრიალებს და ის ძალიან კაი ფილმი. ის თვითონ რომ ამაზე უნდა, ჩაყავი ხელდეს. დიდი ფილმია თუ პატარა ფილმია ხო? ძალიან დიდი არა, ისე ძალიან მოკლე დროში შეგიძლია უყურო.
ჩემი სამასლარი Nokia ტელეფონი იყო ძმაო. ანუ კარგია, თუ ცუდი კარგი არის, ხა ვერ გავარკვევი. ჭამის დროს ბიჭები დასხეთ და ერთად უყურეთ შეჩემ. ანუ გადაობა იმიტომ რომ ტრეშია თუ იმიტომ რომ ფილმი როგორც ღირებული ამიტომ რეჟისორი გაურბიხარ ხა? თავად შეკითხვას. საშინელება. საშინელებათა ჟანრი. ანუ კატასტროფულად? ხო. კი. ნამდვილად. ხო, ნუ ბოლოს საუნდი არის გავარდნილი, ღორი რა თმინდაო თუ რაღაცა, ეგ მაქვს მოსკოვი. არა ბიჭო. ეგ რაღაცა სხვა. არა, ღორი რა ჩემ თმინდაო, არა მინდა. სად? TikTok-ზე მაქვს რა. ისინო დაურეკავენ 300 ლარი ბოლოს. იმ შობლებს ფული არ ხო. ღორს კი, არ დავასპოილერებ. ხო, მოსვე ეგ ვიცი ღორი რა თმინდაო ბოლოს. TikTok-ზე იყო საუნდი. შენ კი უნდა იცოდე ხა TikTok-ი. ბიჭო, მანამდე ის ტიპები ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ აი ისე გემრიელად იმ კიტრს რო ჭამენ, ბიჭო, ყოველთვის კიტრი მინდება, აი მაგრამ იქნება იცი რა ტბა კიდე უეჭვე. ეგ მე არ ვიცი. არა? რა, ტბა. ტბა არ ვიცი. ვეღარ მაკაცობ იმასთან. დაგი მეგობრო ღორით მაგრამ არა და ღორით ხომ მოგისყიდე? ღორი ბევრად. ღორი ჯობია. ეს ცოტა სხვანაირი ფილმია, აქ აი რაღაცას ამოკრიფავ კიდე ცხოვრებისეულს და ღორში? ცხოვრებისეულს კი არა. ვაფშე ვერაფერს ამოკრიფავ, მაგრამ ნასიამოვნები იქნები რა. ნამდვილად. იმათ ლამა სტუდიო რო აკეთებდა თბილისური მეების პაროდიებას, ეგ ძალიან კაი იყო რა. აი და ტბიდან ტბის ინსპირაციით არის გაკეთებული და ძალიან კარგად გამოსდიოდა სხვადასხვა სკეჩები. კი, ვიზუალურადაც კაი იყო, ხარისხის მუსიკაც ყველაფერი ძალიან კაი იყო. მე რას უყურებდი სამაგიეროდ იცი ჩცდს. აუ ესე იყო ჩცდს კამანდა. ჩცდს ძალიან მიყვარდა, ძალიან გასართობია და ძალიან მინდოდა რომ შენ და თენგოის თამუნა ერთად ყოფილიყავით. კიდე კაი შენ და თენგოის მერე გააგზავნე. არა, შენ და თენგოის თამუნა. ხო, სხვათა შორის მაგ love stories კითხულობდა ხალხი. კი, მე ძალიან გშიფავდით. ხო და რატო? მე ძალიან გშიფავდით. ბაქარაჩახტა. თემდე ჩცდდან მაინც. საჭახტა. რას გესაჭახტა? საჭახტა. მე მორჩა მე ბაქარა ჩახტა, იმიტომ რომ ამას ებაზრებოდა რომ მე და შენ ერთად ვიყოთო. თენგოს ცოლს. დრასიგა. რეებს ლაპარაკობს. ფულს რო ეძებდნენ უკვე მან. წესიერად. იყვნენო ოღონდ ის როგორც პარტნიორები ბიზნესს. არა. როგორც ლავერები? ო, მართლა? მე აღარ გამიგზელები. მე რო წამოვედი აღარ მინახავს მე რა. ხელძაღლის მეხუთე სეზონით არის, რო არავინ უყურებს, არავის ახსოვს რა მოხდა. ჩეცოდეს ბოლო სეზონი მე არ მინახავს, მაგრამ მანამდე ყველაფერი ნანახი მაქვს. ხო და აი ბოლოს ბოლოში იყო? თამუნა და ბაქარი? კაი არ დამასპოილეროთ. ეს გახსოვს ჩეცოდოდან? აუ, მაგ TikTok-ზე მაგ ნანახი. რომ მიდიხარ თამუნებთან მიდის კაკრეთ, თამუნებთან მიდიხართ შენ და ვიღაცა ხინკლის კუჭებზე, რომ ეს ლამაზი გონგოები. კი, ნანახია. ეგ იყო შენი პირველი როლი? კრიჭავს, არა, მანამდეც იყო მე. დებიუტი. გორის თეატრში მართლა? ხე იყო გორის თეატრში. მე ვიყავი ხე. რაღაც საერთო კონია რა. ხო, წარმოტებით ჩაიარა შენმა ხეობა მიგორჩემა. მოიცეთ, ხე რა სპექტაკლში იყო. ბავშვობაში, ართოლში, დედაჩემი მუშაობდა იქ და მეც მიმიყვანა. და მომწეს, ოღონდ ძალიან დიდი ხანი დავდიოდი, თვეები დავდიოდი და პირველად მომწეს ხის როლი. ძალიან ბევრი ხე ვიყავით და სალამურა იყო. მე და სალამურა და ბაია სცენაზე რომ გამოვიდოდნენ, მე და დანარჩენი ხეები უნდა გავსულიყავით და ვიდექი ესე ვაშრიალა და ძალიან ბევრი ხე ვიყავით. და ნუ ვაშრიალება მტოტებს და გავიხედე, გამოვიხედე, ყველა ხე წასულია, ისინი გამოსულები არიან, დაწყებული აქვს ლაპარაკი და მე ვდგავარ მარტო. და მე მგონი გამომიყვანეს. ვა. გამოიყვანეს რა? გამაგდეს ხომ არა არ მითხრეს რომ გამაგდეს. ახლა ეხება. საუკეთესო ხეებში ვერ მოხდა. რა საინტერესო, აი საერთოდ თუ კი ასეთ ხელოვნებაზე წავიდო და საუბარი, აი კინემატოგრაფი, ადამიანი ნიჭი. ხო, ხე. მაგრამ სცადა გაცდი. კორეულ დრამას რაინაზე ინგლისურად არის Netflix-ზე ყველაფერი გადაღებული. ყველაფერი არის და რა ხდება? ანუ აი თქვენი სკეჩები მაქვს ანახი TikTok-ზე, სამხრეთ ამერიკულ სერიალებზე რო გადაობთ რა. ხო. ძალიან კაია, სხვადასხვა მინდა უნიშნო, რომ ძალიან ხარისხიანი იუმორია და კარგად და გეუნებიან დაკეთებთ ყველაფერს, რაც ნაღდად იშვიათია რა. და აი კორეული დრამების ამბავი როგორ ეხმიანება გავს იმას თუ სხვა ის არის. არ გავს, ეგ უკვე სხვა ეტაპია და უნდა გადავიდეთ მე და თეონა მე მგონი მაგ ეტაპზე. ანუ კორეულების, მაგრამ ის იცი და არის გავარდნადია უფრო რა, უფრო გადაობა რადგან არის. ხო, იმიტომ რომ ყველა მიცის და კორეულები არ იცის. ბევრი უყურებს სხვადასხვა პოპულარული არის შედარებით, მაგრამ ხე ის სხვადასხვა არაფერი არ იყო მაგ დროს ეს. კორეული ფილმი, სერიალი, ჩემთვის ყველაფერია. ერთიანდება გრენდაიზერში. გრენდაიზერი სადაურია.
კორეულია. მართლა? იმაც. არა, ჩემთვის იაპონურია. გეტყვი ახლა, მაიცა? აი, ვეგრინ დაიწერე ვაჭა გერმანულია. კორეული და იაპონია, ხო? როგორ უნდა განვასხვაოთ კორეული და იაპონური ხო? რომ მოვისმინო განვასხვავებ. სხვანაირი დრამა? ნუ ანიმე ის არის. არა, მაგრამ ყურში ხომ ესმის, არაფერი. ყურში რო გესმის. ამოიცა რაღაც სიტყვა თუ ვიცი, არა. ხო, იაპონურია კი ბატონო, ნამდვილად. ხო, აი ხო გითხარი, მოგიგე. რა მე რა ვთქვი? კორეული თქვი. ერთი ჩოტია. ხო, ეს რასიზმის პიკი არის מחარა. არა, რატო არის ბიჭო, სერიალი თუ მგონია, ეგ რასიზმი. არჩი, დამიდასწორე არ არის რასიზმი. შეუთავ. არა, რასიზმი ის არის. კულტურული რასიზმი ის არის ერთი ხრენიას რომ ხომ ეგა, თორე ის კი არა რო არ გეგონა. არა, ერთი, ანუ ჩემთვის ერთია ეხა ვერ ვიგებ, ვერ ვასხოვებ და რა მნიშვნელობა აქვს? გრენდაიზერი ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, მაგრამ არის რეალურად 60, ეხლა ვნახე 77 წელს არის გამოსული. შესაბამისად 77. ხო, ძველია და იქაური, აი მაგასაკის ტიპებისთვის ცნობილია, მაგრამ შედარებით ახალგაზრდებისთვის შეიძლება ნაკლებად იყოს ცნობილი და აქ იყო ერთი იაპონელი ტიპი, რომ ჩამოვიდა და 90-იანის ბავშვებმა ყველამ რომ გრენდაიზერი იცოდნენ, იყო, ანუ გაგიჟდა, რომ საიდან იცითო გრენდაიზერიო, რა შუაშია ყოფში. იმიტომ რომ ნუ ტელევიზიას ეგეთი გავლენა ქონდა, მაშინ რა საჩვენებდა. რა კარგი იქ, მაგრამ შეიძლება სხვაგან არის სენს. ბიჭო, არა, ანიმაციის სტილი პირიქით ძველს მოღამია აქ. ხო, წარმოვიდგინე, ტრიდერო იყოს ეს გრენდაიზერი. რატო უნდა? აი რა დებილობა. მუსიკა რო რიმეიკი იყოს. ანიმე. მაგდროს დაინგრევა დარბაზი. ანიმეს არ უყურებ. 3D ანიმეს არ უყურებ შენ და არის იქ თავის ესთეტიკა აქვს მაგას. რაც ბიჭო. ანიმეს. აუ, ფრეიმ დროპები რო გაქვს წამში რო. ფრეიმ დროპები აგერ მაგალითად იმ სპაიდერმენმა თუ ნახე. სპეციალურად გული მერე. რა გააკეთა? მე არ მეგონა. მაგაში მაგაზე ძალით თქვა რომ აუ, საღოლ ვითომ ნახა. იმე თვალი მიჩვეული არის 60 FPS-ზე არის უკვე ასული. თვალი რაღა პლანოზე და ხელოვნება ეგ არის, ჩემო. შენ არის სპაიდერმენი ბავშვი არ არის ხელოვნება. შენ გუგლის ბუდეზე წავიდე, რომ ღორსო მოებასო. ანუ ძალიან გთხოვთ. მე და შენ ერდონეზე არ ვარ. ნუ ვიკამათებთ ხელოვნებაზე. ქართული ფილმი ჩემთვის ყოველთვის წინარი მიდუმეტეს ღორი. არა, ღორი წინარი, მაგრამ შენ ყოჯახ თურმე ყველაფერში უგებ מחარას და რა არის გიჭრის ხოლმე გადაცემიდან მე. უგებ ანუ რას გულისხმობ? უგებ გამგებიანი ვარ თუ არა, უგებ? უგებ, მოგება. კამათში უგებ. ხო, და მე მგონი ამოჭრილია. არა, მე ეხა ბოლოს იგინება ხოლმე מחარა და მე იჭრება. და გინებები რჩება. ხო. და არა, ისე რა თქმა უნდა. იმიტომ რომ პირიქით აღიქმება, რომ თითქოს აქეთ გიგებს. TikTok-ით ეგრეა ალბათ. ხო. დღეს TikTok-ზე ეგრეა. YouTube-ზე დაждე, მე სხვა დინამიკას ხელს ველოდება. ურტყამდა ბოლოს, ამომიჭერეთ ესო გეხვეწებით. ღორი რო ნანახი არა აქვს მაგაზე იძახი რომ მოიგო? არა. ღორი რო არ აქვს, მაგაში დამარცხდა მაგ. ფოლი გავაკეთოთ, ვიღაცამ Google-ის ფუძეს გადაოფრნა, უფრო გირჩევნია თუ ღორი. ნახე, რო ვჭამ. ჯერ ეს ნახის ვერ ვიტან, გული მერევა და მე თვითონ ვიყენებ უკვე. რო ვჭამ, მაგ დროს გირჩევნე რომ ღორს უყურო. 1000-ით უყურო ღორს. ვიდრე ვიღაცამ Google-ის ფუძეს გადაოფრნა. იმიტომ რომ ღორს რო უყურებ, აი რო უყურებ, მე მიხვდები რატომ ირჩევდი. გავიგე. მაგრამ ნახე რო ბესო. ხო არ ჭამ. ბესო კი არა, რა ქვია მაგას? ბესო არის ფილმი. ბაყებს რო ყიდის არ ვიცი ის. რას გავხარ, შედედა გულო. არ ვიცი, მე ის ვიცი. ოღონდ ვიღაც ბიჭი რო არის რო ბესო არა, არახსროს ხომს ეგ ხო არ არის ბესო. ბესო არის ფილმი ხო მოკლემეტრაჟიანი. არა, მე ვარ ბესო არ ვარ რეპერი ბავშვი რო ეგ არა. მეორე არის ბესო თენგო. არახსროს ხომს ბავშვი ეგ არის? არა. ჭამის დროს საყურებ გიორგი მახარაშვილისგან 10 რჩება, ჭამის დროს საყურებელი რა ქვია, ფილმები. თენგო. ბესო, ღორი. ფაყაყებს რო გაზრდიან და არ ვიცი, ჩეჩემა ეხლა და ფაყაყებს რო გაზრდიან. არა, შენ არც გელაპარაკები. შენ რო არ ვიცი. არ მელაპარაკე. შენ რო საუბრო, მე გავიდე მაგ დროს. არა, შენ რო მაღალ მატერიალზე რო ვიღაცა Google-ს ბუს გადაუფრინე ეგ ფილმი 100 ჯერ გაკანახი გავიგე. არ მაგ 100 ჯერ ნანახი. 100 ჯერ არ ექნება. ხო და ჭამის დროს რო არ ჭამ, იქნებ თამე კინო საინტერესო ხელოვნებითაც დაინტერესდე რა, როცა არ ჭამ. იქნებ რაღაც სუპერ. იქნებ სუჭამს. მე რო ჭამ, მაშინ მინდა გართობა თორე რო არ ჭამ, მაშინ დრო არ მაქვს. ანუ ბესო ღირს ვნახო? ბესო არ არის. დგება? აუ, ისიც ციგიჟია. მართლა? ის ვაფშე არის პატარა სპოილერს გეტყვი, უბნის ბავშვებში რა სწავლის შკოლას რომ შეყვარებულთან ისე უნდა მიგს და მეორე დღეს რომ წამო ბაითი გავიტანო თუ და ტელევიზორზე წავიღოთ 60,000 დიახ სახში. აუ, რაღაცა ვიცი. აი გადი. რაღაცა ვიცი. ბაბუაც ხო არ ყავს ვიღაცას? არა. ო. თენგო თუ რაღაცა ქვია. კარგი, ეგ ფილმები კოვიდის დროს გამოვარდა. კი. უფასო. გოგი გვახარია. უფასოდ გამოვარდა კოვიდის დროს და მაშინ
ღორიც მაშინ გამოვიდა ეგ ფილმის და კიდე ერთი ფილმი იყო რა. ხო. ღორმა მე მგონი რაღაცა მოიგო სხვათა შორის. რაღაც სამი გოჭი ხო იგო ღორმა. სამი გოჭი. რა ნომინაციაში? აუ ეგ არაადეკვატურები არიან. მე ვუყურე, ჩემ მეგობარს ძალიან უყვარს, აი რაღაც კანის კინოფესტივალზე გატანილი ყველა ფილმი ნანახი აქვს და რაღაცაზე მითხრა რომ ვუყუროთ, თო მეთქი, კაი 4 საათნახევრიანი ფილმი იყო, თავის ჩამოხრჩობა მინდა და ბოლოს მართლა თავს ვიყო. სრული მარაზმი და ეგეთ რაღაცა მოწონს. რაღაცა ფილმი. ხო გერმანელს რაღაცა. ბიჭო, აი მე მყავდა ხო ბევრი თანამშრომელი მყოლია გერმანულ სტილზე იქ რო ისწავლიან ერთთვე და გერმანულ სტილზე რო გადადიან და აი აბსურდული რო ხელოვნება გონიათ რა. ხელოვნება არის ეს შესაძლებელი ხა ვიღაცა ჩაწვდება ხა ვიღაცა ვერ ხვდება რა ჩაწვდები ბიჭო. ნუ რაღაცა განათლება გჭირდება რომ რაღაცას მიხვდები 3 საათი წამალზე. ხო ნუ რა ვიცი ხა გემოვნების ამბავი გასპარ ნოის ის რო არის თუ მისი ნო ფილმი ნახე აქ რომელი აი წამალზე რო ეგეც აი რამდენჯერ ვეცადე რომ შემეყო ხელი და ჩამწუდარიყავი მაგრამ ვერ შენ ის ქუჩის დღეების ნანახი ექნება უეჭველი ქუჩის წამალზე წრე ყველაფერი ნანახი გაკა ქუჩის დღეები როგორ არა ო ისა რეკვიემი ოცნებაზე ხო ეგეც აი აუ ეს საშინელი ფილმია როგორ ვერ ვიცი ხო, მძიმე ფილმია ძალიან. მძიმე არის ცუდი ფილმია თან მძიმე ეგეც იმისი არა ხო ეგეც სპირალი სერიალი არ არის თუ ცოტა თეთრი ბაირაღები ციხე წამალი ხო და არა ეს ბაირაღები ძალიან კაია სპირალი იმიტომ რომ აი რაღაცნაირად მგრუზავს და მე ისო გამოვდივარ აი გავიგეთ შენი კი გავიგეთ ეხა გაგონებე თავი ცოტა ხანი კინოზე შეგვეშვი მართლა არ მეგონა რომ გრენდაიზერზე ვილაპარაკებდით ხო არა ეს გადაცემა არა მე რა ვიცი თქვენ თქვით ეხა არის სოფლიო ჩემპიონატი ამაზე არ ვისაუბრებ რა თქმა უნდა თუმცა ამავე არხზე სადაც ეს გადაცემა იდება არის ხოლმე გადაცემები დღეს გქონდა ლაივი მაგალითად და გიორგი შენს ანალიტიკასაც ელოდება ხალხი ამ არხზე ამ გადაცემიდან არ არეკლამო შეგიძლია და შენ თვითონ რომ მოიპოვო ნახვები კიდე ამ კვირაში რა მოხდა შეგვიძლია შევეხოთ მაგალითად თოფურიას მარცხი იყო ძალიან დასანანი მართლაც კი ბატონო მე მაგას გავიგე რადიოში რადიოში გაიგე გადაღებაზე მე ჩემ გაჩერებ არა გადაღებაზე მივდიოდი დილას როგორ ადრე და გამოაცხადა რო 17 მოგება როგორ ეს გადაღებები მართლა არ სამსახურის გადაღება იყო ჩემი გადაღებებიც აქვს ჩემი და თეონას სიმარა სად მუშაობ მუშაობ TikTok-ს აგენტოში რაღაც ბრენდებისთვის არ ვიცი მაქვს თუ არა უფლება რო თქვა ამიტომ არ ვიტყვი ან თუ ვიტყვი არ ჩუ არა ხო რა ბრენდებისთვის ვიღებთ TikTok ვიდეოებს ანუ ხო არა ჩვენთან ის არ არის სარეკლამო იმას არ მოგიჭრით და ნუ არ არის კიდია. თქვი რაც გინდა არ იქნებ იმათ არ უნდათ რომ გაიგონოს ხო უკვე არა ხო არ გაიტესოს ამ ჩვენი მხრივ ის არის რომ აი გარა თქვა რეკლამა თუ რა ხო ეგ არის მაგრამ TikTok-ს აგენტურა რომები დაარტყით ეგ აი ეხლა შენ რო გინდოდეს მაგალითად და შენ რო გინდოდეს ფუ პოდკასტის TikTok-ის მოხოდვა და გვიკავშირდები და ჩვენ გაგიკეთებთ პოდკასტი მოიწე ერთი წამი მოიხოდოს რა TikTok-ებს უკეთებთ რა ოღონდ ბრენდებს ესე გადაცემებს არა კომპანიებს ისა ხო ეგ არ არის რომ ემი რა თქოშია შეჭი გემი რა შუაში ანუ წერ სკრიპტებს მე მიდიხარ იღებ შენ ჩანხარ ყველა ბრენდის არა ამაში სპიკერები გყავს და მე არსად არ მოიწე ერთი წამი რამდენი ხართ გინდა თქვენი შენ კომპანია შენ საერთოდ არ ჩანხარ ნუ ზოგან მეც ვარ სპიკერი მაგალითად საქართველოს ბანკზე მეც ვარ სპიკერი აჰა გასაგები ბოგი უკეთავს ამ კომპანიას თქვათ და ეს კომპანია მე თქვენთან ალაგებს რაღაცებს ეს კომპანია ჩვენ ვართ ეს კომპანია ვისაც უკეთავს ჩვენი დაარსებულია ჩემი დაარსებული არ არის სამწუხაროდ მაგრამ ჩვენ ვართ სუათი კაცი ვმუშაობთ 10 წელში ხართ ეგ ვერ გავიგე არა ჯერ არა ხო ჩემ უბრალოდ თუ გადასცემს მე გეტყვი ხა თქვენ რო გააკეთოთ უფრო მაგრამ მოხოდავს და უნდა დაფიქრდეს შენი უფროსი მაგრამ შეაშინე მე ურჩევნია რომ პროცენტში ჯაქვსოს ვიდრე მე სადღაც მოიცა TikTok-ზე რა საკეთებთ ეს დამოუკიდებელი არ არის აი ამ გავლით ამ სააგენტოს გავლით აკეთებთ თქვენ კონტენტსაც არა ჩვენ მე და თეონა ვართ ცალკე და აქამდეც ვიყავით ცალკე მე მერე დავიწყე იქ მუშაობა რუსთავიდან რომ წამოვედით და გავეცალეთ მე და თეონა რუსთავი არის ანუ გავეკეცით აი ჰაუსი რუსთავი რა გინდოდა მონაწილეები ხო გადამღებები ხო პროდიუსერები
არ გცვენოდა. იცი რა არის? არ მცხვენოდა, იმიტომ რომ არავინ დაგისვა. არ გცვენოდა. ესე ცოტა არ მცხვენოდა, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომ ყველა უყურებდა Prime House. რა? ყველა უყურებდა Prime House. შვენი პროდიუსერიც უყურებდა, რომელიც დღეს არ არის. იმიტომ რომ ყველა უყურებდა. რამე ნერსი არის ეგ რო გაგიკეთე, რომ კი ყველა უყურებს, რეიტინგებით პირველი. მართლა ყველა უყურებდა. რის გამო უყურებდა? და მეორე არის რომ reality show-ზე მუშაობა არის ძალიან დიდი გამოცდილება და ეგ მართლა ძალიან მაგარი იყო. აი ძალიან. დრამები ყვარს როგორ ჩანს, ყოველებსაც იმიტომ უყურებ, რომ დრამების ქალი ხარ. ან მე ცუდად ვიყავ. მომუშავე ხალხი ვართ, ჩვენ ვერ გაგვაცურებ. არა, რეალიტეტი ძალიან გასართობია. რა, Prime House-ში თვითონ მუშაობა მაგაზე. ნუ, მომუშავე ადამიანს და კარგი გამოცდილება არის კარგი. გაწვევი რატო იციო? მინდა თქვა რომ კი ან კარგი ან არა. არა, ვამბობ რომ კარგია, ძალიან დიდი გამოცდილება იყო, რომელიც შენი გემოვნება ზუსტად შეესაბამება მაგ შოუს, მოდი ესე დაგისვამ კითხვას მაშინ. არა, ჩემ გემოვნება არ შეესაბამება მაგ შოუს, მაგრამ სხვა შორის პირველი სეზონი ისეთი იყო, რომ მეც კი ვუყურებდი. ანუ მე ზოგადად არ ვუყურებ რეალიტი შოუებს, არავის, ანუ ზოგადად არ ვუყურებ. იცი რა არის? გასაგებია, ნუ რეალიტი შოუ მართლა საინტერესოა, ბავშვობაში უყურებდი ხოლმე, მაგრამ ბავშვობაში სხვა გზა არ მქონდა. სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ მე ცოტა საინტერესოობა დამაგლა მარტო ამ ჩხუბებში და დრამებში, აი დრამა იყო წინა პლანზე და აი ადამიანების რაღაცა საინტერესოობა არ ჩანდა. ბევრ ჩხუბობდნენ თითქოს. ან ჩემამდე მოდიოდა მაგდენი რა, ანუ შეიძლება ძალიან საინტერესო იყო ესე რომ არ გამჩენია სრული დაждდომის და ყურების, იმიტომ რაც გამოდიოდა TikTok-ზე შორტება. იყო დრამები და ჩხუბი და რა? მე სახალისო რაღაცა ძალიან აითა თავხს. ნუ ეხა ვინც უარი თქვა, ვინც იყო რუსტერი პირველადი და უარი თქვეს, მე რა ვინც ვერაფერს ვერ მიაღწია და ეგეთი ხალხი შევიდა, ხო მაგრამ აი რატო? არა, ხო. მეორე სეზონში იყო, ხო შენ? არა, პირველიდან ბოლო 5 სეზონი ვიყავი, 5 სეზონი ვიყავი. და რატო წამოხვედი, ანუ რუსთავერიდან? ერთ-ერთი გამართლება არის, რომ ხელფასი მჭირდებოდა და მაგიტო ვიყავი. არა, მე მართლა მომწონდა იქ საქმე მომწონდა ზოგადად. პროდიუსინგი და ხო, რა რა ვქნა. ბიჭო, ადამიანი. და კი წამოვედი მე თურმე TikTok-ერობა ყველაზე კი მაგ სამსახური, მაგრამ ხო, ძალიან. ანუ დავაფასე როგორ იცი რომ Prime House-ის გამო გადმოწერე სხვა შორის TikTok-ი და მანდ ვეძებდი ხალხს რომ დაგვეძახა რომ შემოვიდნენ პროექტში და ვერ ვიტანდი მაგ აპლიკაციას და თურმე მიყვარს. კარგი ორივეს. და ეს რო იძახის რომ Prime House-ზე 5 გამოსწრება მიიღე, არ მსიამოვნებს. გემუშავა იქ და მიხვდებოდი რას გულისხმობ, ანუ სხვანაირ გამოცდილებას, აი ვაფშე საერთოდ სხვა რაღაცას. ეხა ვერ ვიტყვი ვიცნობი მხოლოდ მაგეთ ყველას. არა, რა მშობა თვითონ გადაცემა. ანუ იყო რაღაცნაირი ტრეში იყო, სპეციალურად ტრეში იყო. თვითონაც? ხო, მონაწილეებმა არ ვიცი. არ ვიცი თუ იცოდება. რამდენიმე შეიძლება ძალიან ბევრი ძალიან კაი მონაწილე იყო, უსაყვარლესი ხალხი და ეხლა გავთრეშო ეგრე რომ მაგრამ ჩვენთან იყვნენ სხვათა შორის. მე ძალიან ბევრი მონაწილე ძალიან მიყვარს, ძალიან კაი ხალხია. ხო? რაზე? ჩვენთან იყვნენ რომ Prime House-ში. მე ჩემ პროფილი, ჩემ ტრეში ხარ და მაგიტომ მოვიდე შენთან. მე დამავიწყე სასახელი. ბესო? ბესო იყო ჩვენთან. ჩსდ-ზე იყო ხოლმე ადრე და მე მანდ იყო და ბესოს ვეცით, მაგრამ ჩემამდე არ მოსულა, იმიტომ რომ იცის რომ ვინ უნდა დაპატიჟოს, ეგეთ გადაცემა შოუ. მოიცა დაგიძახა პროექტში? არა, აქ იყო ბატონი ბესო მოსული. მახარა იმდენ ნული ჩაწერა კონტრაქტში. თან განა უარი უთხრა. ანუ ფულზე იყიდებოდი. ანუ ერთი A4-ის ფურცელი არ დაეტია, მეორე მოუტანეს, რომ ეს ნოლები რომ და მე უთხრეს რომ ამ ფასათო ვიცი და ჯიმ ქერის და ესეთ სახეებს ჩამოვიყვანთ. ქართულსაც ვასწავლეთ პედაგოგს დაუქირავებ. შენ არაო. მთელი ბიუჯეტი იყო მთელი Prime House-ის ღირებულება და პლუს პრიზი რაც იყო მაგდენი რა. არა და ძალიან გასართობია რომ შემოსულიყო. არ მიყვარს სიმართლე გითხრა, რაღაც პროექტზე წარმატებელია, წარმატებულია. აი რაღაც გადმოდგომა და ამას რატო შვებოდით და ამას რატო აკეთებდი? ანუ რაღაცა აკეთებდნენ, უყურებდა ხალხი, ანუ ყველაფრის შექმნას ცუდი იქნება, კარგი იქნება, ნორმალური ტრეში და ანუ უნდა ემოცია, ხარისხი, ენერგეტიკა, ანუ უნდა გასცე ძალიან ბევრი რაღაცა. რაც უნდა დავждეთ ჩვენ და აუ მაგას როგორ ეხა მე არ უყურებდი. და არც არავინ არ რო დაეძალებინა ჩემთვის. ბიჭო, რო დაეძალებინა. არა, პირველ სეზონს უნდა უყუროთ, იმიტომ რომ პირველი სეზონი ძალიან გასართობია. ეხა მაგას ნუ შემოვალთ. მაგას ნუ შემოვალთ, უნდა უყურო. არა, მილიონი გასართობი რაღაც არსებობს, მათ შორის არის ეს გადაცემა. ამას ემსახურება ხალხო. მართალი ამ გადაცემას უყურებ. ეს გადაცემაც არის, რავი, შეიძლება ვიღაცისთვის ტრეში, შევღაც, მაგრამ ჩვენ ხო გულით ვაკეთებთ და ეხა ვიღაცა რომ მოვიდეს და თქვენ მაღალ მატერიებზე რატო არ ელაპარაკებით ხალხს? ანუ რატო უნდა ველაპარაკოთ? ეს გვისწორდება და ამას ვაკეთებთ. სულ შენ მაღალ მატერიებზე გინდა გაკეთება. აგერ ბურთი და მოედანი მილიონი საშუალებაა დღეს და გააკეთეთ. ეხა გადმოდგომა რომ
მე მივხვდი მაგას რა. აი ჭამაზე აქვს ხოლმე. აი შენ ხა ხო ჭამის ვიდეოებით ხარ ცნობილი და იცი. აუ ფუ გამოტენილი პირით ლაპარაკობენ, ამაშვებენ, ამაზრზენი საყურებელ, ბევრისგან ომისმენია ეგ. მაგრამ განწყობა იპოვოს საკუთარ თავში, დაждე კამერის წინ და ჭამო და ყოველთვის ისეთი ხასიათი გქონდეს, რომ ატყურებელიც ვინც გიყურებს დააყენო კარგ განწყობაზე, ძალიან რთულია. როგორც გიორგის აქვს, ასაკვირველია. ნუ ცოტა კი მოუკლო მაგ მიმდინარეობაში და ვთქვათ, ბევრ რამეს რო აკეთებ მაგიტო, მაგის თქმა უნდა. მაგრამ ანუ აი ნებისმიერ ადამიანის გაკრიტიკებას თავი დავანებე, იმიტომ რომ ძირითადად აკრიტიკებს ის ხალხი, ვის არაფერი არ გაუკეთებია და ვერ ხვდება რამხელა ენერგია ჩადე თუნდაც შენ ეხა მაგაში რა. მე ჩავდე ღამეების თენება, ხო და მე ვიღაცა განიჭდება და კარგი. ძალიან ბევრი რაღაცა ვისწავლე და იქ ვინც არ ცუჩი რატო ნახე, იქ არ მოდარდეს ვინ იყო. ვისწავლე მონტაჟი ძალიან კარგად, თან ვათენე ღამეები, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა მე დავრჩი მოგებული. ბიცო შენ დარჩი მოგებული. ბიცო უკაცრავად პეტერბურგს როგორი ლაპარაკე. ხო და შენ დარჩი მოგებული. არსებობს რაღაცები რაღაც ან კარგი ან ნახე მე ძალიან არ მინდა კარგ ადამიანს რო ვიყავი ძალიან არ მინდა რომ მე ის ასოცირდებოდეს რამე ცუდთან. მართალია მე შეგიძლია არ ვასოცირდებოდა პრობლემა. ეხლა როგორ ვცდილობ რომ ეს ვენომი მოგაშორო რა. ხო მაგრამ მე ჩემი გამოცდილება მივიღე იმის იქით არ მანდარდა. მოიძახი გაჩედი ერთი ძოზე. შენ გამოსავალი და შენთვის მე გავიგე, მაგრამ აქეთ ხო რაღაცებში მეც მიმონაწილეია ცუდ პროექტში. ეს კრინჯი არის, მაგრამ ბავშვობა იყო ის. ეხლა რომ მითხრა ეგრე დაჯექი. მე იმედის დილაში ვიყო მაგალითად წამყვანი. მოგწონდა გადაცემა? არა. უყურებდა ვინმე? არა. ანუ ჩვენი თაობისტები ნაკლებად უნდა რომ ჯერ ესეთი რუის ნახევარზე იწყებოდა 10 წემ თავდებოდა დილით და ახლა მაგ დროს ხალხი ჯერ ძალიან სერიოზულ ძილში არის და ეხლა ესე რომ შეხედო მეც ანუ ტელევიზიაში არა კომფორტული ძილში აღიარო მე ხო შენ აღიარებ მე ვაღიარებ ცუდი არ იყო მე არ ვაღიარა ბიჭო შენ STV-ზე რაღაც აკეთებდი შენ უყურებდი და ზაზუნა ვინც ყავდა შეჩემა და პროდიუსერი ვინც არავის ნანახი არა აქ ეგ მე გასკდა ცნობილი რო გახდი და ადამიანებმა შექმნეს პროდუქტი რომელსაც ძალიან ბევრი ხალხი უყურებდა და თუნდაც ლანძღავს კი ეგეც ხო ის არის ეგეც ხო რაღაცა აი ხა ძალიან მორალური მინდა რომ შეხედო რომ ძალიან ტოქსიკური მას ქმნიდი და საზოგადო აი ხა შეიძლება ეგეც შეხედო სიტუაციას რა თქმა უნდა თუ ინტრიგანი ხარ მე სულ აკეთებდი სახალისო რაღაცა ვაცადე რა საუბარი ორი წა ვაცადე სუ იყო ჩემი სეგმენტები რაც იყო სუ იყო გასართობი იყო სახალისო ან აი სენტიმენტები წავსე ჩხუბი არა ფერზრავი რა აუ რა მაგარ მაგ დროს არ მეცალა მეგობრებისთვის იმიტომ რომ ღამეებს ვათე აი რო შეხედავდი რომ შეხვალ აკეთებდი არა, მაგრამ რაღაცა აღარ ვნახულობდა მაგ პერიოდში არავინ. აი რაღაცაშია საქმე. თულია რომ ასოცირება გა. უბრალოდ არ ეცალა არავის მაგ დროს და გირეკავდი აი ვერ აი უბრალოდ ეხა ვერ გადაგინაზე ვარ და ხო. არა, ბაზარი არა, მესმის, მაგრამ მე გადმოვიდები ეხა მაგ კვარცხლბეკიდან და აი თქვი რომ ამას რასაყურებინებთ ხალხ? მართალია. მართალია. თა რა დროს ეგ არის? ოღონდ, ნახე ამ ხალხს შეუძლია არ უყუროს. მიდი უბერე. აი ძალიან მარტივად, აი ხალხს ვინც აი რასაყურებინებთ ამას. იმ ხალხს შეუძლია არ უყუროს მაგას. არა, მე არ უყურებ, რაღაცები ხო ხდება ეხლა. იქიდან ხო ხდება გამოგაქვს რომ დაბლოკე. რაღაცა ბიჭო არ არის ეგრე რა, არ დგას საკითხი ეგრე რომ ან ეს, ან არაფერი, ანუ რა, ანუ არის ეს. ბიჭო, ცუდის გაკრიტიკო, ცუდი რომ გავაკრიტიკო არ შემიძლია. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ გააჩნია კრიტიკა. მე ეს შოუ რო გავაკრიტიკო არ შემიძლია. მე არ უყურებდი, ცუდი იყო ჩემთვის, არის მორჩა დამთავრდა. მე არ უყურებდი, საშინელება იყო ჩემთვის და ერის დეგრადაციას ემსახურებოდა ეს პროექტი. ხო, მაგრამ ღორი რო გააკრიტიკოს ვინმე, ხო გეწყინა? გამოვაჭამყეს ბიჭო. გამოვაჭამყეს. ხო, მე არ მწყის პრაიმ ჰაუს რო აკრიტიკე. მე მეწყია. მე ეგრე ვარ, ნუ რა გავაკეთე? მე ძალიან ემოციური ვარ. შეიძლება ჩემი მოდელის მანქანა ვინმე გააკრიტიკოს. ისეთ სტოიკაში დავდგები რომ რავი, შეიძლება ბოლომდე კბილებით დავიცვა. მე ფანჩატური გაგიკრიტიკე, შეჩემო ვერ ვეტოვე მეთქი. ესე შემოვედი მეთქი ფანჩატორში. ისე გულზე მოხვდა. მარტო. ეგრევე ის დაიწყო აწევა. სამწუხაროდ არ გამოვიდა, იმიტომ რომ ძალიან ძიმე ის მეორე სართული ადგას იმას და ვერაცია. თორე შეყუდებული იყო და აი რომ გავატრიალი თავი, აი ჩალიჩობდა რომ იქნებ 3-4 სანტიმეტრთო კალა დაეტიოსო. დაბალი ფანჩატური. მე მიყვარს სპორი. ძალიან მიყვარს შეტაკება. აი შენ რაღაც სიტყვი მე თუ არ გეთანხმები ძალიან მიყვარს ეგ მომენტი იმიტომ რომ შეგატყვე სხვათა შორის ან წლების ურთიერთობა კი რა ხალხი ეხა ეს რომ მეუბნო კაიაო ეხა ვინ თქვა კაიაო მე გიტყარი არ ვაღიარებ თქო
გეუბნები რომ ანუ მე ვამბობ რომ ჩემთვის კარგი იყო სხვა მხრივ. ბოლო 15 წუთია პლასტინკა ხო არ გადაგიტრიალებია სხვა მუსიკაზე. გადაახვიე მე რომ ნახავ თუ უყურებ შენივე გადაცემ. აღნიშნა რომ იყო ტრეში რაღაც, მაგრამ პირველი სეზონი მოგწონს. და პირველი სეზონი მართლა მართლა კაი. პირველ გასართობი არის. Prime House-ია პირველი სეზონი ძალიან. რაც არის იმ ჟანრში არის გასართობი. Prison Break-ი ბოლომდე გასართობია. არა, ნუ სეზონების მიხედვით ხა Walking Dead-ია ეგეთ სერიალი კიდე, რა დაუკვირდა. მაგრამ Prime House Deluxe-ი აღარ ვარგოთ უკვე. ხო. Deluxe-ი კაი. ეხა ეგრე იყო, ამტანიც ეგრე იყო, ამტანი პირველი კაი იყო. მე ნანახი მაქვს ორი მომენტი მაქვს, ვიღაც გოგო იძახის რომ ვაკუეფო. არ ვიცი, Prime House-ში იყო კი. ხო, და ეგ ალბათ ერის გამოსწორებას ემსახურებოდა, ეგ არ ვიცი. აქ სხვა ფილოსოფია იდო რა. გავიგე. ადამიანს გაზეთი აწუხებდა და თქვა რომ არაუშავს ამის გამოშვება არ არის პრობლემაო, რა გერმანელები. იმიტომ რომ ყველანი ადამიანები ვართ და ყველას უგროვდება გაზეთი. ეკუება ადამიანს. მიხვდი და ვისაც აქამდე ერიდებოდა. მიყავ შეხვედრაზე და შავკოსტუმიანი ადამიანი იყო, ეს მოწესრიგებული, მეც ეს მინგრეული მივედი და უცებ ამოდა ჩაიხადა და მოჯმა დაიწყო. მე ეს აღუქვი შეულებრივად. რას ყვებიო? ანუ მოუნდა ადამიანი. გიორგი, როდის დაგეგვიძა? რომელი საათი იყო რომ გაიღვიძა მე მაგ დროს? ეს დააგრო ნაყინივით. და ადგა ჩაუბრა დაიწყე და რას ყვები? არ იცი, ჩვეულებრივი მომენტია ეს, ხო ხვდები? არა, მაგრამ ადამიანს ვერ თქვა რომ მეგობრებო. მე ვკითხო შეიძლება დავიღოთ, ხო? რომ აი ხალხსაც რო აჩვენოთ მე, იმიტომ რომ ერისთვის არის, ხო? ანუ არა, ადამიანს ვერ თქვა რომ მეგობრო, ის შეხვედრაზე კი თქვა. საფერფარაშოშნა გავიდე. საფერფარაშოშნა გავიდე, იმიტომ რომ მაწუხებს ესა და ეს ხო შეიძლება ეთქვა. ვერ მოასწრებდა. უცებ ჩაიხადა. იმ ადამიანს ხო შორის თქვა რომ კი არ გააკეთა. თქვა რომ ეხაო მაგრამ არ გააკეთა. მაგარსო იმას ვიზარდი. მაგრამ არ გაუკეთებია. მართლა. რა გაიგე? ეს იყო თავშეკავების გაკვეთილი საზოგადოებაში. რა გაიგე? ჩუმად ხალხს ვერ გაიგე. მე ვსდილობა, ეგ არის დილობა. აკაცავს წამოხდა და ვაიმე მახარ მეჯვიაო. მეთქი გერმანია ან თუ გინდა ევროპა, ეს არის ევროპა. ხო ბიძი. ნუ ეხა ესე მოსაწონია თუ არა საქციელი ადამიანი რომ ამას იძახის, შენს რო გამოდიხარ და იგინები და ამყრალებული გაქვს ეგ პირი, ვიღაცებს არ მოწონთ. მაგრამ ამის გამო ცუდი ადამიანი კი არ ხარ შენ. ბევრი ისეთი კარგი დადებითი რაღაც გითქვამს, რომ ბევრი ცხოვრებას დადებითად უმოქმედია შენ ნათქვამს, მაგრამ მე რა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ აი ეხა მახარ რომ იგი მას ნუ უსმენთ. მე თქვას რა. მახარ რომ ოჯახ ამას რომ ამბობს, ეგ ემსახურება, იმის განვითარებას ერის. მაგრამ რეალურად ხო არ ხარ გიორგი შენ ეგრე. ახე არა, რის აგინებ? ვაგინებ. ძმაკაცებს. არა, რუსეთს. ვაგინებ კომპანია, რომელიც ცდილობს ძალიან ხო აქედან ამოჭრილი რაღაცები. აი რამდენი ვიღაცისთვის გიგინებია ეს მოწმენდილ ცაზე. ძალიან ხო ნუ გამახსენებინებ. არა, მოწმენდილ. აი ეს უცებ აი უცებ ესე ჩეკა ბექგრაუნდია. ოჯახ აი ეს ოჯახი აი და უცებ რო ეს რო გაელს ხოლმე ეგრე გიქნია ეხლა და ნუ რას ვიზამთ ეხლა. შენ გულში არაფერი ჩაიდო, კაცო, Prime House იქნება და ჯეობარი იქნება, 1000 პროექტი იქნება. აი ჯეობარი კარგი. ყველაზე კარგი. ჯეობარი კაია. ელენეს ხოდაშორის ეხლა რაც დადებითი რაც კიდე ერთი რომ აი აქ რაც გავიცანით ეხლა რაც მოვიდა. ნახე როგორ ოლიმპიური სიმშვიდით თავის გაკეთებულზე და იმაზე ერთი წამი არ ქონია ავარდნის. ორი ყუპი. ერთი წამი არ ქონია ავარდნის, რომ აი რატო ამბობთ ამაზე? ეს არის აი ხო, არ მანდარდოს რა ხელი კი არ მოწერილი Prime House. რა რეაქცია უნდა გქონდეს? მე ბოთლი და შოშო თამაზაც რო ყავდა რა ხარო ხეს ბოთლს უკან ისვის რა ხარო ხესმის ანუ კაიგე თამაზაც რო ყავდა ძალიან მიმღებლობა ქონდა მე პრავა ხარუსის თამაზას ძალიან საყვარელი სხვა გზა არ აქვს თამაზა მეტი კარგი არ იცის რა არის კაი თამაზაც დაცინო და მშვენივრად მაგალითად მაგრამ ძალიან საყვარელი ადამიანია არა გავიგეთ კაცო ვლადიმერ შენ უსაყვარეს დაბალი პატარა პუტკუნა მაგრამ არის უნაბუცესი შეაგინე ხა უწევს არა მე არ ვიგებ ამ განაცემაში მე თქვენთან ძალიან ბეჭედი კაი Prime House ერთი წამი კაი გავიაროთ ახლა ეს Prime House-ი კაი შევეშვი ხო რა პირველ სეზონი პირველი რეკომენდაცია გამოსწორდი და კარგად კი მე Rehab-ში ვიყავი გავიარე პირველ სეზონს ძალიან მაღალი რეკომენდაცია აქვს და უყურეთ. ნახე მე რას ვამბობ, ისე რომ თავის კატეგორიაში ეგრე რაღაც Netflix-ის reality Love Island და რაღაცა უაზრო რეალიტები რო არის, ხო? არასდროს არ შევხედავ, მაგრამ მაგ კატეგორიაში ხო ითვლება რომ კარგია. არა მე არ მიყვარს რეალიტები. კორეული დრამებიო და. აუ კორეული დრამები ძალიან მიყვარს და ძალიან მტირალა. ეს რა არის? ეს რა არის? ეს შალიკასთან არის ბრძოლა მანქანებით 20-ში, ხო? Death Race. ოპა, ხა დავჯექი თუ და დაგპატიჟეს შენ? არა, მე და აშკოს უნდა გვერბოლა. ხო. და ბოდიში მომითხოვნია და
ზარი აჩიკო ბარსელონაში გაფრინდა. გამარ. გაექცა სიკვდილის რეისს ესე იგი. ოღონდ აჩიკო ატარებდა ეს მანქანა ეგრეა მოწყობილი რომ პედლები აჩიკოს აქვს, კი არა და რული აჩიკოს აქვს საჭე და მე პედლები. როგორც ჩემი მანქანა. სხვა ატარებს, ხოლმე? და ეს გამოგიგზავნა. ძალიან კარგი არის ეს რა? ვა, ცოტა იმის ის რო იყო ხოლმე, კონსულზე რო ის იყო ხოლმე რაღაცა. მაგის დროა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს. საციკდორბოა 20 ივნის 18 საათზე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი. ეს არის შენი საჭე? მაგარია. წარმატებას გისურვებ გიორგი და კი აბა გადავიდეთ. ჯანმრთელობას. წამო დამიჯექი გვერდზე შეჭი. არა შენი ჯერი მე რა გვერდზე. მაშინ ამ ძიმე წვა გაქვს ის პატარა მანქანა. ეს რამე ოპა, ფულიც აქ არის. მაგას გვირიგებ ხო? ეს არის აჩქურ არ იქნება ეს ვინმე სხვა ჩავაცო ბიჭო. ვაუ. საჭე. ესა სორკაზე გამომატლება. წამო შეჭი. არა არ არის საჩემო ხო იცი. ოსან ძიმე ხარ შენ ხო არ გინდა. მაგრამ მე მანქანებს ვერ მეგობრობ. პედლები ხო იცი? პედლები ვიცი. კაი, პედლებზე შენ დაჯექი. საჭესთან თუ დამსო წამოვალ. საჭესთან ვერ დაჯდები. რატო? უფრო ცუდი არის. არა, ეხა ის ჩონჩხი საჭე ძალიან მომეწონა. მექანიკაა. პედლებზე ესე ვიჯონჯღარებთ და მექანიკა. მე რა, ყველაფერი ჩემი, თუ საჭე ამარტო ჩემი. ხო. აქეთ იქით ვიზა. აქეთ იქით. იქ რაღაცა შეგაზია, ხები უნდა დაამტრიო. დავაი. მინდა. ელი. ხო, სისტრაფე რა გინდა პირიქით, მაგრამ სიმძიმე არ გინდა, რაღაცა თუ ეჯახი. არა, ბიჭო, უნდა გაასწრო, თორე. უნდა გაასწრო. ალიკა გვირწყავდა, ხო. და რა არის პირველად გავიგე რაღაც ძალიან გასართობია. იუთუბერია? ჰა. შალიკა. რაო? რა კარგად დროა გიცნობ. ყველაფერი თავის მიკროფონში რო თქვა. დაუბრუნდეს. მახა მიკროფონში. ის რა კარგად იცნობს რომ მიხვდა რომ რაღაცა გამორჩება. ორი სიტყვა ეწერა ფურცელზე და მეორე გამორჩება. დროა ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდეს. ეს იგი მარტო მე ვზივარ მანქანაზეც და იმაზეც. ეგრე გამოდის, აჩი. საჭე ერთ ხარეს და პედლები მეორე ხარეს. ეგ ხო აღარ იქნება. აღარ იქნება. და დაუბრუნეს ესე იგი აჩი. გიორგი, მიკროფონში რო გითხრა ალბათ უყიანი იქნება. არაფერი ეხა მივხვდი საჭე თავის ადგილს დაუბრუნდა, მიმახვედრეს რომ აღარ იქნება მარცხნივ საჭე მარჯვნივ პედლები. ეს გადავა მარცხნივ და პედლებიც მარცხნივ და უკვე მე ვიქნები მართველი რგოლი. შენი აგებულებიდან გამომდინარე ეგ ისე ჯობდა. ექშენი აქ ბიჭო. მე ანუ ეხა პედლებიც გექნება და საჭეც? ყველაფერი გექნება. ყველაფერი გექნება. ვაუ. როგორ არა მაქვს ისინი მაქვს. აჩიკოს პონჩი ჩოგნი ის ბურთები მაქვს, ჩოგბურთის ისინი იყრება. გასაგები. მე ვიძახდი რომ ლუქსნები ერთმანეთზე რო იყოს. წარმატებებს გისურვებ. მეც. ისე მაგარი ექშენი აქ აი შეიძლება გაგიშდე. და მართლა უნდა დაეტაკოთ მანქანებით ერთად. მანქანებია, ხო. მართლა ეგეთი აწყობილი მანქანებია. ვაუ, ჩემი ოცნება მაგარია. აიხდია შალიკა, მე რაც მქონდა. მედმაქსი ბიჭო რა. ხო გახსოვს. როგორ გინდოდა. მაგრამ ძალიან მიხარია რომ YouTube-ზე აიხდინა. შეიძლება უცნება არ იყოს შალიკას, მაგრამ ეგ ვინც გააკეთა, ძალიან გამიხარდა. ეს ხო შალიკა და აქედან მოკითხვა. ანუ თუ ეს არის თარიღი და როდის დაიდება მე მაყურებელმა ცრონა ხო? არ ვიცი, შეიძლება. ძალიან შიგეი. წაყევი. რა უნდა? იბალეშიკო? ხო. ნახოთ როგორ მეცლება. ეხლა სოფლიო ჩემპიონატია და ბევრი საქმე. ვია ურუგვაის, პანამა და რაღაცეებია შეჩემა ჯერ. შენ დაბადების დღეზე არ იყო ხო? მოსული. ამას საიდან გაიც? შესაიდან არის. მინე ნახი მაგ ამოჭრილი ნაწილები ხო გიტყანი? ხედავ რეებს ჭრიან დრამებს? ხო, დრამებს ჭრიან. სხვა შეს არ იყო მარტო ამაზე არა, წინაზეც არ იყო. ხო, ეგეც უნდა. ეს მეუბნება ბოლოს მებალეშიკავ ხარ, მართალი ხარ. სწორი პარალელი იყო. ზუსტად. ეხა უარი უთხარი, შემდეგ წელსაც უარი უთხარი და მე თუ მოვა, მე შენს გაგავლის. საუნდყოფოში იმას მოხვდები מחარ. საუნდყოფოში მოვალ ყვავილებით და ბორჯომით და რაღაცები დაგადგები. არა, რა საუნდყოფოში შებიჯო შიქო არა, რა საუნდყოფოში უნდა მოხდე, რა მინდა საუნდყოფში. არა, ნუ სასიკვდილოდ ბოლოაო და. გადაული ყველას მე, ბიჭო. აი, ნუ პაგაზიში გელი როწევს, ხო იცი, ეგრე რო იქნები, მოვალ მე და ამოგიტანი მეებს რა ქვია რაღაც. გადაული ყველას რა სიძახი. კაი, რუსთავი 2 გავიარეთ ესე იგი. გავიარეთ. რუსთავი 2-ში, ანუ მაგ პროექტზე მუშაობდი, მარტო არ ქონია სხვა შეხება თუ ტელევიზიაში იყავი კიდე იქ. არა, ნიჭიერი ვოისი MasterChef და როცა. ნუ ყველაფერში. MasterChef პირველ რიგში. პირველ რიგში. მაგრამ ჩვენ ანუ სადაც ვიყავი იმ production-ით დავდიოდით აქეთ იქით არხებზე. ანუ production-ის კუთხით ძალიან დიდი გამოცდილება გაქვს, იმიტომ რომ ძალიან დიდ პროექტებზე გიმუშავია. საკმაოდ. ხო. და მე ეს ყველაფერი გადმოვიტანე TikTok-ში. მაგრამ TikTok-ში არაფერში არ დამეხმარა, ისევ ჩემი და თეონას იუმორის გრძნობა. ანუ ეს როგორც ეკრანზე გირჩვენე შენ თვითონ ჩანდე თუ ბექებში ყოფნა? აი production-ში.
არა ორივე. ორივე გასართობია. იმიტომ რომ იმას თავისი მუღამი აქვს, ამასაც თავისი მუღამი აქვს. და ეხა სხვათა შორის ძალიან გვინდა მე და თეონას YouTube-ზე გადმასვლა. როგორ ყველა ეგ არის ბოლო წერტი. ეგ არის ბოლო წერტი. თელ საქართველოს ხო, მაგრამ გვინდა ჩვენ ვიმსახურებთ რომ ვიყოთ YouTube. არა, იმსახურებთ გადავწყვეტ, იმსახურებთ თუ არა. არა, რამე ორიგინალური უნდა მოვიგონოთ. რაც ბევრი იდეა გვაქვს, მაგრამ განხორციელებაში ჯერ TikTok-ის გონებას ნუ გამოიყენოთ, იმიტომ რომ აქ არა, ხო, ვიცით, რომ სხვა ამბავია. მიკროფონი ძალიან აცდი ახლა. შენაცდი, მე მეგონა მე მისახვედო. ის ძირითადად იცდება ხოლმე. ნახე, YouTube-ი რა მაგარი რამეა, ბიჭო. ხალხი ამდენს შრომობს, ამდენ პლატფორმას, ტელევიზია, ბოლოს მაინც ყველას უნდა რომ აქ მოვიდეს. აქაც. იმიტომ რომ აქ რო ყოფილიყავი, მე რო ვიტყოდი რომ ტელევიზიაში აღარ გინდა. არა, ტელევიზიაში აღარ ვიყავ. ანუ TikTok-ზეც და YouTube-ზეც. ხო. ეგ კომბო მოსულა, ძმაკაცობენ მაინც ასე თუ ისე რა. მაგრამ YouTube-ზე რო ყოფილიყავით, ვიტყოდი რომ აი TikTok-ზეც გვინდა. დროს ვერ უთმობ. აი რამდენიც მინახავს TikTok-ები ისე ვიქრჩებიან, იმიტომ რომ იქ ემარტივებად და მარტივია. კი, აი ეგ ეხა იცი რა ცუდი TikTok-ზე რაღაც დაიწყე, რო გეკომფორტულება და ძალიან კომფორტული და მარტივია. აი YouTube-ის კეთება მაგრად გაგიჭირდება. იმიტომ კი არა, უნარი არ. არა, ვიცი რასაც ამბობ. გაჭირვებით არ ამგონია, მაგრამ ბევრად მეტ რესურსს და დროს და ენერგიას მოითხოვს. ხო, და დადგენ მე. YouTube-ის ჩვენ გვაქვს რეალურად. ხო, მაგრამ აი ეხა YouTube-ი უნდა ჩავწეროთ, ამდენო ვიწვალოთ რა. ნუ გაჩნია ხა production-ი ყავს და რა ძალა გაქვს კიდე რომ კამერები ისა ეს. მაგრამ აი YouTube-ზე უნდა გავაკეთოთ გადაცემა და მე ბიჭო, ვა, TikTok-ზე რა მარტივად ხდება. მე რო დგები აი ორ რაღაცას ვადარებ ერთმანეთს. მე ბევრი ვიცი უბრალოდ რომ მოდი TikTok-ზე ვიქნები, იმიტომ რომ მარტივია რა. ხო, არა, ჩვენ სირთულეებს არ ვუფრთხით, მაგრამ გაჩნდეთ ბევრად დიდი ფული თუ იშოვება YouTube-ზე, უეჭველი გადმოვხდა თუ არა და ვიქნებით კომფორტში TikTok-ზე. არა, იშოვება ისე? უფრო მეტი ბევრად. აქ იშოვება სახელი ერთადერთი. გავხიქეთ ჩვენ. ყველაზე დიდი მართლა. ყველაზე დაფულიც. ყველა პერიტყვი. მოვასუფთავ. აი აქტევს. ხო, აღარ არის საერთოდ. ეს რო შემოვიდა ჯერ ამან მოხიკა, მე რაც დარჩა მის მოვასუფთ, მე რამდენიმე YouTuber-ია და დატაცებული გვაქვს. ყველა კომპანია დაკავებულია. ხო, თქვენ უგეშინიათ ახლა ჩვენი კონკურენციის. თქვენ კარგად იქნებით, თქვენი მაყურებელი ყავთ და თქვენ უყარხართ ხალხს და ჩვენ არ წაგართმევთ არა. Breaking news გადმოიტანოთ. არა, გვაქვს. გადმოტანას თუ აპირებთ, საერთოდ ჩიში არ ამა. Breaking news-ი ძალიან კარგი ნიუსია. კი. კარგად აკეთებთ. აი, სადაქალორ გაიცნებს ეგეთი არის ჩემთვის. ბიჭო, არა. აი მე ეხლა ნახე კონკურენციის გეშინია, გეტყობა, უკვე აგიკან კალდაყობა. არა, YouTube-ზე საერთოდ კონკურენცია არ გვეშინია, იმიტომ კი არა რომ ძალას ვეხედავ. არა, არ არსებობს მართლა. აქ ცოტა სხვა ვითარებაა რა. TikTok-ზეც ეგრე არის, არავის ხო, კონკურენტი რატო არის? ლაივები ნანახი, გახარ ახსნა. არა, ლაივები არ არის. დრამები. ლაი, აუ, კაი. ცემატყეპები, დაჭერები, მაგებს უყურებ და აი მართლა ღორს რომ მოვრჩებია თუ დროს თუ ჯერ არ გიჭამია ბოლომდე. მაღალფარდოვანი კონტენტი გაქვს, აი როგორ ვითარდები როგორც ადამიანებს უყურებ შეჩემ. TikTok დრამები და რა ვიღაცები. აუ, იცი რა საშინელებაა. აუ, აი როგორ არ ნაუყურებ. იბინძურებ თავს და მე იმათ აბრალებ, რომ აი ესენი როგორ ხდება. მაგათა იმენა მაზოხისტი ვარ, მაგას რო უყურებ. მე არ შემილია მაგების ყურება. მე რო ხვდები ეს ხალხი რატო უყურებს მაგას რა. მართლა გეუბნები. რომ დიდდები მე სხვა გასართობი აღარ აქვს. კაი, ეხა ერთ რაღაცას ნუ შევეხო კიდე, შეიძლება. შენ ფულს უდონატებ ხო ვიღაცებს? ვიცი რომ უდონატებ და მაგიტო. მართლა? გორს რომ მოაგებინე თუ წააგებინე თუ. ვაიმე. ეს იყო გორი ეჯიბრებოდა, ქართლი ეჯიბრებოდა რაღაცას და ეს ადგა და გადაარტყა აკეთან. ნუ ერთობა ადამიანი ახლა. არა უშო. გარჯავს. ხო, რა შენი ფულია რა ის კიდე მეშ დახარჯე კაცო. მართალია. ის არის რა ქვია. აი კომენტარები წამიკითხავს აი ბიჭებს რო ეღადავებით მაგ ვიდეოებზე და ვიღაცები ძალიან ისე იღებენ პერსონალურად. ხო, არა? მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანია ეგეთი. ხო. ძალიან ცოტა. აი 90% არის ვისაც იუმორის გრძნობა აქვს და ცოტა კრიტიკული აზროვნების უნარი გააჩნია და ზოგი არის რომ მართლა პირადად იღებს და ყველაფერს აღიქომს რომ არის სერიოზულად ნათქვამი. საკუთარ თავს ხედავს იმ გაკეთებულში. ხო, ალბათ. და ძალიან სერიოზულად აღიქვამენ. ოღონდ ძალიან ცოტა არის ეგეთი, ბევრი არ არის. არა, ლოგიკურია რომ საკუთარ თავზე იღებენ, იმიტომ რომ ეგეთი ტიპაჟები არსებობენ ახლა ხო. კი, არა არის. ხო, მოგიგონიათ მართლა არიან. მაგრამ სასწაულ კომენტარებსაც ვიწერე ხო. გამოცდილები, ამათმა ყველანაირი ტიპაჟის კაცთან გაიარეს და ეხა უკვე ხო, ანუ ჩვენ ყველასთან ვიყავით და ანუ გამოცდილება რა ხო. მანას დახებული, თვალით. ბავშვობიდან ადრეული ასაკიდან დავიწყეთ რა. რა.
მამაკაცებთან ურთიერთობა ყველა შევისწავლეთ, ყავდა სადღაც 9 მილიონი შეყვარებული და მოვაგროვეთ ეგ ინფორმაცია და შარშან დავიწყეთ თუ 2 წლის წინ TikTok-ის კეთება, ანუ research-ს ეგ ვაკეთებ. გაგებული ხო შევა შემთხვევით იყოს ისეთი ინფორმაცია გაგებული შენი ყურის მიერ, რომელიც უბრალოდ მოგონილია. და აკრინებს კაცთა მოდგმას. მეც ვერ რა ვინმე გინდა? ჩვენ ვიდეოზე ამბობ რამე დავაკნინეთ ვინმე ვინ რა ჩვენ მე არა ჩვენ რამდენი ვიდეო ძალიან მაქვს და იქ თითქოს ბაია პატარაიას გადაღებული ვიდეოა. აუ აი რომელი? კაცთა მოდგმას ისე აკრინებს, რომ ეგ რო კაცმა გააკეთოს. აი მე რა სისულელი ჯერთი რო აკეთებენ კაცები გიორგი. და ეგ რო კაცმა გააკეთოს ქალებზე ეგეთი ვაფშე ხუმრობა. ანუ კარგად და ხარისხიან თუ გააკეთეს ყველას ეგ ხო არ გაეცინება არის კარგად და ხარისხიან გაკეთებული. გეთანხმები. არა, მაგაში არა. იმაში გეთანხმები, რომ კაცმა რო გააკეთოს. გაკეთებული კაცმა რო გააკეთოს, უფრო მეტად სენსიტიურად აღიქმება. ანუ სექსისტი არა ნაბოზარი აღიქმება იმიტომ რომ სხვა სიტუაცია არის სხვა სიტუაცია, ზოგადად სიტუაცია არის ისტორიულად სხვა კი ბატონო და როგორც არ რასიზმი. არის სენსიტიური თემა ხო არა, როგორ არ უნდა იხმურო, მაგრამ მზად უნდა იყო ფიდბექისთვის. ხო მზად უნდა იყო იმიტომ რომ სენსიტიური თემა არის თვითონ და კაცების სენსიტიური თემა არ არის უბრალოდ ღადაობა და შეგვიძლია რომ მაგრამ ის ეგ ბალანსია, ვერ ხვდები. ნახე ერთი წამი ჩვენ გოგოებზეც ვიხუმრეთ რამდენიმე ვიდეო ჩავწერეთ და ანუ მილიონობით ნახვა რო აქ კაცებზე ღადაობას გოგოებს რო დავცინით გოგოებს არ დავცინით მაგრამ ანუ პაროდიას რო ვაკეთებ თუ რაც არის რო ვღადაობთ ნუ კაი დავცინით რაღაც ტიპ არ ვიცი რა ქვია რო ვღადაობთ მაგაზე არ მოწონს ხალხს და ჩვენც ეს უფრო კარგად გამოგვდის და ამაზე ვღადაობთ რა აი ეს თორნიკეროა რა ქვია რევია იმას რო აკეთებს ქალების ხო შეყვარებული და რაღაცებზე გეუნება ნანახი გაკიგენი თორნიკე ვინ არის? აი კავენს თამაშობდნენ და ხო მე ეგ იუმორი არ შემიძლია ეგ ახლა ეგ იუმორი ჩვენთვის ძალიან ანუ არ შემიძლია ჩემი გადმოსახედიდან. ვიღაცისთვის შეიძლება. Breaking news არის ეგეთი იუმორი. რა breaking news არის ძალიან საყვარლობა. ხო და შენი გადმოსახედი, იმიტომ შენ აკეთებ. ეხლა მე კიდე რაღაცას ვიტყვი. მე და თეონებს ძალიან კარგად ვიცით, რომ რაღაც დებილობებსაც ვაკეთებ და თრეშობას, მაგრამ ვერთობით, თავი არის ეგ, ანუ ვიხევით ციცირით 24/7-ზე მართლა სულ ვიცინით და ვერთობით და კიდია ვინ რას ფიქრობს და ვიც რა მოწონს. ისინიც რაღაცა თრეშზე იცინოდნენ და იხეოდნენ. ეგ ჩემთვის არ არის. ხო, აი შენთვის ანუ პერსპექტივები ყველა ბევრისთვის არის. ოვენა ბიჭი კიცუც არ ვამბობ. საწყებს გამიღო. მე მაგ ეგეც მე არ ვიღებ საწყებს დაგურუზო რა. ხო, მაგრამ მე არ ვიკრუცები. ხო და არა. მე ვიცი რომ კეთილი არა მართლა არ ვიკრუცები. ხო და ვიცი რომ კეთილი გულის პატრონი ხარ და იმ ამოჭრილებში არ მადარდეს. ხო, მართლა. აა გიორგი საყვარელია ძალიან. არის მართლა საყვარელი გიორგი ხარ თორე. ფინია ხო რო ყებს. აი და როგონია რომ იმას როგორ გაშინებს როყებს. და რეალურად თავის იმაზე რო ხტის ხო. რეალურად შეხარ ჭიხოა ხო? რა? ყურებზე რო ხელი. აი იქამდე მოერიდე ხო უზრდელობებს გიორგი. შეყში ვინ არის ჭიხოახუა? აი მე. მე ჭიხოახუა არ მithქვამს სიტყვა. მე უთხარი. ამჟამად ძაღლი ხუა. მაგრამ შენ ჭიხოახუა შენ ხო ყავს? რომელი რაღაც ცოტნე ყავს გეუბნები ცხოველი ყავს კი? კი გithქვამს არაერთხელ. რა ცხოველი არ მithქვამს? ძმაზე გithქვამს რომ ცხოველიაო. აუ შენი ძმა მართლა ცხოველი არის. ელენე მიფარე ყურებზე. ახლავე. არა. ვალორანტი ვითამაშე დღეს. მიდი რა, ნუ იხევ უკან. არა რა უკან მიდი. ვიხევ. ის მაგრაბალიში გობს. არა რას ლაპარაკობ. ეს ბალიში გობს? არა მე ორივესკენ ვარ და მინდა რომ თანაბრად είμαι. არა, იმიტომ ერთი გემოვნების ახლა ის იქ იყო. რა ქვია? იმედის დილაში. იმედის დილამდე იუმორინაში იყო. შენც breaking news-ი თუ რაღაცა prime გაუსი. აი ერთი შაიკა ხართ მართლა. Rating breaking news რას მართლა რა search-ით ძალიან გასართობია. არა, ერთი შაიკის იუმორი გაქვს მართლა. ხო, და შენ უყურებ ვიღაც ტრეშ ხალხს და ჩვენ გვაქვს დაბალი დონის იუმორი, ხო? იმ მაგის თქმა გინდა. შემდეგ შევა თქვენ გადაცემებს უყურებ, იმიტომ რომ განსხვავება ვერ ვიპოვო. Oh no. მოიცა. კაი, შენ იუმორი შენ იუმორსაც შევეხოთ. კორეულია, ნუ ხარ რასისტი. რატო ვარ რა? კორეულია. რუსისა, რა ვიცომა. ანუ არა. არა, ამ სიტუაციაში არ ხარ ის ზოგადად ხო ხარ? კორეა, შეერთდეს ერთად არა. ნუ ხო, მეზობლად არიან, ხო არიან, კი. ხო, ახლოს. აგებულება ანუ მსგავსება ხო არა, კი. ჩვენ და სამხრეთ აფრიკას ხო ვერ დაამსგავსებ ერთმანეთს ხო? კი ბატონო, კი. იქით ამხარე ერთმანეთს გავზე შევა აგერიოს აფროამერიკელები, რომელი მხრიდან შენ შეიძლება აერიო ხ ფინელში და იმაში. თვითონ აფროამერიკას აფრიკაში ვეყავი, ნათქვამი აქვს რომ მეგობარო გარეთ არ გახვიდეთო, იმიტომ რომ რამე კრიმინალი რომ მოხდესო, თქვენო ვერ გაარჩევთო ერთმანეთისგან ამათო. ჩვენო ვიცით, ამიტომ წავიყოლეთო. ანუ იცოდა რომ რასისტი იყავი. არა, იმან იცის რომ
ჩვენთვის ერთი ფერი არის ის რა. ხო, ანუ მიგიხვდა და კიდე არ გახვიდე გარე. მართლა ვერ გავარჩევთ ღამის 8 საათზე როგორ უნდა გაარჩიო აფრიკაში ადამიანი. ხო, მან. ძალიან მარტივად. და გვითხრა ის გიდი რო იყო. რა გაცინებს ვიქო. ანუ თვითონ აფრო-ამერიკელმა გვითხრა ადამიანმა რომ თქვენ ვარ კრიმინალია გამოყვები რომ კრიმინალი მაღალმოსა და შეიძლება დაგერხეთო და პროსტა პოლიციასთან რომ მიხვიეთო ვერ გაარჩიო ანუ ვინ იყო ვერ მიხვდებით და მე რომ ვიკრებიო თუ რა მოხდაო მე ვიციო და თან ვიცნობო ვიღაცებს და ეგრევე ხა იაპონელი რომ მოვიდეს რომ ვერ გაარჩიო ხა არ ტეხავს ეგ მართლა ვერ გაარჩიო მაგრამ რო დააკვირდეს სხვადასხვის გაარჩიო დიდი სხვაობა ანუ ესე უცებ შენ ხო ეგრევე რო დააკვირდე აი ეს ხა იაპონელს დავაკვირდე აცონა დავაკვირდე ვერ გავარჩიო მე გავარჩევ იაპონელს და კორეელს. ჩემი კორეული სერიალებით. ძალიან მარტივად. ჩინელს და იაპონელს გაარჩევ? კი. იაპონელს გავარჩევ და კორეელს. აი ფეხბურთს რო უყურებდა შენ მაგითაც მიხვდებოდი რა იაპონელის გვარებითაც გვარებით ვერ არჩევ. აი ხა მე გეტყვი გვარს. მე გეტყვი გვარს თუ მიხვდები სადაუ. მიდი აბა. მეც ვითამაშებ. შონ მინსონი. ჩინელი. არ არის ჩინელი. სამი გვარი აქვს იაპონელია? არა, კორეელი. აი გვარებითაც ვერ არის. ეხა ეგეც ის არის რა ქვია, არ იცი და იმიტომ. ხო. რო იცოდე ხო, აი მაგალითად ნაკატა. ნაკატა იაპონელია. აი ნაკატა იაპონელი. კატანა გეთქვა ბარება? კატანა. არ ვიცი, ანუ ბიჭო, მე მაგ აი ვულეი მაგალითად. ვინა? ვულეი. ეგ ჩინელი იქნება. ვულეი არის ჩინელი. ნახე, ძალიან მარტივი. ხო. ბრუსლი კი არ ვიცი სადაური. ბრუსლი არის. ბრუსლი ჩინელი. ბრუსლი როგორ არ ვიცი, სადაურია, ჩინელია? ხო, ბრუსლი ჩინელია. ხო, ჯეკი ჩანიც. ჯეკი ჩანი. კი. ხო. ხო, ჯეკი ჩანი. ჯეტლიც ალბათ ჩინელია. ჯეტ ბრუსლი და ჯეტლი რა ვიცი. მოკლე გვარები ჩინელები მაგრები იყვნენ. მე დაგინა გვიანით მოვატიეთ, მაგრამ მე ავალაგებ და წავიღებ. და მომწამლელი არის, ვის გამზადდება? ძალიან გემრიელი. მე პირველად გავსინჯე ჩემ კორეულ სერიალებში სვამენ ხოლმე ამას სულ, მაგრამ სხვა იმ გემოსას, უგემოს სვამენ და შოთებად სვამენ. და ეს რაღაც მეთოდი აქვს, ეს სახეზე ხელსიფარებენ და სვამენ შოთად და არა, შოთებად სვამენ. ანუ შოთი როგორ უნდა და უტკბილესი არის და უგემრიელესია და ამ სერიალებიდან სულ მინდოდა რომ გამესინჯა. მე რომში ვიყავი, მე მგონი და მანდ გავსინჯა პირველად. და მაგის მერე შემიყვარდა. მე და დედა ჩემი ვიყავით. პირველ დღეს რო ჩავედით და ეს კორეული მაღაზი აღმოვაჩინე, დავლიეთ პირველივე დღეს გავსინჯეთ, გავაფრინეთ და იმის მერე ყველა მუზეუმში ანუ ისეთი გაფხრეწილი მთვრალები ვიყავით, რომ მეტი არ შეიძლება ვიხეოდით სიცილი და დავდივით სოჯუებით. კოლიზეუმში გადავლეწეთ ყველაფერი. მერე ხო, ძალიან გასართობია. ხო, მერე ანუ ეხა მუზეუმი თუ რა არის? ხო, მუზეუმი კი რა დავდივით ვატიკანში მთვრალები ვიყავით. გადავლეწეთ იქაო. ხო. არა, ჩვენ საყვარელი მე და დედა ჩემი ძალიან საყვარელი მთვრალები. საყვარელ გადავეწეს. Yeah. Very cute. ხო და კულტურულად ეხა კორეულმა სერიალებმა შეგაყვარა იქაურობა გინდა ინტერესი გაგიჩნდა. შო, ანუ უკვე იქით ხარ. ხო, მინდა რომ წავიდე. არ ხარ ნამყოფი? არა, ძალიან მეოცნებება. ანიმებს არ უყურებ? არა. მაგრამ ის არის ხო იცი, აი მაინც რო ამბობ ხოლმე რაღაცნაირად, რომ აი მიყვარს Spirited Away მიყვარს. ერთი არის და რაღაც კიდე Totoro და რაღაც სამი ანიმე მაქვს ნანახი და მაგით ვამბობ, რომ ძალიან მიყვარს, მაგრამ სამი მაქვს ნანახი. სერიალების კულტურა კიდე ძალიან სერიოზულია, ანუ იაპონური მასში რა, ანიმეებში. ეგ ხო სრულმეტრაჟიანებია. ხო. ხო და აი მაგალითად ციცინათელების სასაფლაო არის, ეგ თუ მზად ხარ მენტალურად არ უყურო, იმიტომ რომ ძალიან ძიმია. და მაგარია? დედას ფიცა ვარ, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რაღაცა. აი რა არის ეს? ხო ბიჭო, ჩემთან თავს ვერ გამოიშტერებ, იმიტომ რომ მე ზედპირად ვიცი, შენ რას აკეთებ როდის? რო არ გიყურებ, მაშინაც ხვდები. უნდა მოუყვეთქო რა. ხო, რაც არ იცი, რატო აკეთებ მაგას, მაო? ციცინათელების დედა. აუ მართლა, მე როგორ მეგონა რომ ძალიან ლამაზი იყო ციცინათელა. და ერთხელ დამაჯდა და ანუ ხოჭო არის ჩვეულებრივი ფუფ. ციცინათელების დედაც. რა დიალოგი შედგა ახლა აქ? ციცინათელების დედა აუ მართლაო ამან. იმიტომ რომ ესე გონია რომ ლამაზია რომ დაფრინავს და ლამაზია შორიდან მე რო ანათებს. ახლოს მოვიდეს ხოჭო. ახლოს ცოტა კი არ მომყავს, კაცო, ესე ბუნებაში ლამაზია. ბუნებაში შორიდან არის ლამაზი. ციცინათელის ის გააკეთეთ, თეთრი კაბალოციაც ციცინათელას და კაბალოგოზე. ციცინათელა ის არის, გადაშენების პირას არის. მართლა, აუ. შეიძლება ჩვენ ბოლოთ ალბათ ვინც ნახეთ ციცინათელებიც. მე მაგ ნახე ძალიან ბერჯი. მე ვიცი ერთ. იმან ისეთი აგინე შეიძლება იმან გაწყვიტა ვაფშე. გორში იყო ციცინათელები? უნდა მოყვენა. აუ,
აი ესე რომ იწყებს უკვე არა, სხვა ამბავი. Короче, სერვერი ხო გავაკეთე ამბები და DOS ატაკაა რა. აუ, ვინც რა სერვერი გააკეთე? RDR-2-ის რაღაც თამაში. Red Dead Redemption. RDR-2-ის და DOS ატაკაა და DOS ატაკა ეს ჩვენო ვიცოდეთ მოკლედ. ანუ შეტევა სერვერზე. DOS ატაკა. შეტევა დიდი შეტევაა სერვერზე რომ გათიშონ. ხო, უცხარულად ვითხარი. ხო, შეტევა, ჰაკერული შეტევა, რომელიც უნდა გათიშონ. შენ გიტევენ ჰაკერები? სერვერს უტოვენ, ეს უტევენ რა, რომ გათიშონ. გასაგები, DOS ატაკა. არჩევ ვიძებთ ამის გარკვეულ გამოკავშირებას და უცებ ვიღაცა მიგდებს, რაც ერთმა ვიღაცა მომწერაო, ჩვენა ვართ და ფულს ითხოვენო რა. მართლა? ხო. ეგ ძალიან სერიოზული დარღვევაა კანონისა. იმას დედა მაგრამ მოიცადე გითხრა. კაროჩე ატის ვიწერე რა ხდება მეთქე რო ხდება თქო. ის წეს ესეთ რამეს. მაგას უთხარი სანამ ყველაფერი გამოუფინე, დროზე ფული გადაიხადოს. მეთქი ეგ ადასტურებს მეთქი რომ ეგ არის ხო? კიო კაცო ჩვენა ვართ და ჩვენ აკეთეთ რომ დროზეო თორე ფული გამოგველია ამ დოსისაო რაღაც ფული ჯდება დიდი მაყუთი რა. მაგის მეილიო გადავამოწმეთო სანამ გამოუფინეთო ყველაფერიო ვიცითო. ჰაბზიაო დარეგისტრირებული ეგ მეილიო. შენ? უჟასების უყურებს. შენზე არის საუბარი? ვის ნახშარი რა არის? ეგრე მოიწერე, ეგრე ეწერე. ჩამიგდე რა. ეგრე ეწერა, შეჩება რომ უჟასები. მე მგონი ეს ტიპი მართალია ეს რომ გვიწევენ, ვიპოვე ტიპი რომ ძლივ ვიღაც კონტაქტზე. უჟასები, თელეგრამე ვეძებე, უჟასების შეჩემა. თელეგრამე ვეძებე, უჟასების გრაფია რა არის, ბიჭო. შენ ბავშვობაში მარტო ეროტიკა იყო უჟასების. რომ ახსოვს, ჩემს ბავშვობაში უჟასებს ას ვეძახდი, ვერ წარმოვიდგინე ის გახტილი, იმიტომ რომ ის ვერ გაიხდა. არა, ხო, მაგრამ ნებისმიერ ჰორორ ფილმში სექსი არის. ზოგადად ეგრე არის, რომ სექსი არის, მე ვისაც სექსი აქვს, ის კვდება და მე გრძელდება ფილმი. ნუ ნებისმიერში ფოტოგრაფია არ არის. აი თითქმის არა, მე გეუბნები მე თუ არ ვიცი ფილმი რა ჟანრის არის, აი ეს რენდომ ადრე ჩემ ბავშვობაში ვეძებდი, ტელევიზორში რომ რენდომ ფილმები გადიოდა, ეგრევე ხვდებოდი ჟანრს, რომ იწყებოდა სექსით ვიღაც და ეგრევე ვიღაც ხო, ხვდებოდა. კი, ხვიად არის, კი, ვინც გაიფარ სექსით, მე კლავენ, ეგრე, იმიტომ გეყოფაო შენ. ვეძებდი. შენი დრო წავიდა. ტელეგრამი და ვიპოვე. ელიენში რომ მონსტრი არის. ხო იცი? თვითონ ელი. არა, გადაკუზრუს არა. რა რა ჩიმი. ვეძებე მე და ვინა. აი და გაინტერესა. ამაინტერესებს. და დაიწყე ყურებ. სიგიჟე ელიენში რომ მონსტრი არის, მაგას უბერა. შენ რომ მაგით გაშანტაჟებს ადამიანი უჟასებს უყურებ. ანუ მე მგონია რომ მარტო მაგას უყურებ. ხო და ის ვაფშე რა გიჟი იყო, ეგ თავის თავზე აიღო შეჩება, ამ ხელ კრიმინალი აიღო თავის თავზე. და რა ქენი მე? არაფერი მაგინე დედის ტრაკი და დავბლოკე. რა უნდა მექნა შეჩება? ეს დოსიც დამთავრდა. არ დამთავრებულა, სხვა იყო, ვაფშე დებილი იყო ეგ, ანუ რატო იჩალიჩებენ ვერ ხვდები რა. იქნებ მაგისი იყო ეგ უჟასების და ნახვებს აგროვებს. არა, ის მე შენი მეილი ნახე. ამა დაუწყო ზებრა იპოვა და ეხა შეჯდა. არა მე ის ონლაინში გამიპიარებია. შენი მეილი. უჟასი სიტყვა ბიჭო, აი ბავშვობის მე არ გამიგია რა. უჟასი ნოები არის? აი ჩემი აი ვა, მაგარამებში ხარ შენ. აღო რა. აღო ბავი. არა უშავს მიხვალ ანაბელი. გადააყოლებ გულს უჟასების პორნოს ჩარტავ და წყნარად იქნები. იმიტომ რა ფორიაკები უჟასებს რო უყურებ და მაინც უჟასების თან ხოლმე გეშინოდეს. ანუ ხო მაგიტო თან რო გეშინო. უფუს დაიძახებს რა გამოხდება კასმარისი. ხო აი რაღაცა კადრი მეყოს და ვახო და აი მამა რაღაცა შეგაშინოს რა. უნდა ახტები, რადგან ახტები კასმარისის. აი ვერ გავიგებ. მუხამი ვერ გავიგებ მაგას რა. გასაგებია. ძალიან ჩემ ბავშვი. დღეს ანუ რეკომენდაციას არ გაუწევ. საქართველოსდან ჩემ ბავშვი ფსიქიკა მოიყვა. ტრეფიკი წავა ახლა დღეს საქართველოსდან შედენ უჟასებს უგლავს კი არა მეშვებიან წერენ. არა ბიჭო, აი პორნოგრაფიის მუღამი ხო ის არის რომ სიამოვნება მიიღო რაღაცა განცდით რომ იქ რაღაცა აღიქვა სიტუაცია და აქ რა სიტუაცია იყო იცი რომ ეს ელიენი ბიჭო თავი დაგვანები კაი გვეყოფა აი უყურეს რა კინემატოგრაფიაზე არ ვიყილო ყველანაირ ჟანრში. ბინძური არ არის რა რაღაცნაირი აი ვიღაღი ხორო პორნოგრაფია რა და ეხლა ეს კაციც მასშტაბში გაზრდილი იყო იმიტომ რომ ის ელიანი მასშტაბით ძალიან დიდია რა ელენი ხალი არის? ვერ იტყვი. რა გითხავდი? ზუსტად ვერ იტყვი. შენ გაქნა ნახი და. ხო ყველგან ნახურეთია კამელიონი რა აი ადამიანის ანატომიით არ არის რა ეს
და აი ფანძი შეიძლება ზურგში უბერავს ეს და ოკეი და ფანძი აი იმნე ბიუჯეტური პორნოგრაფია იყო თუ ბიუჯეტური მართლა ელიენს ხარ მოიყვანდა არა მაგრამ რა ხარისხიანი რაღაცა იმნე ეს წუწემ კი არა ეს ელიენს რაც ხარისხიანი იყო თუ ხარისხიანი იყო ან პული დაახარჯეს ფული დახარჯული იყო ძითი აშანტაჟებდა თვითონ მოყვა როგორ უყურა იმას ელიენს როგორ აპობდნენ და ეხა შენ დაშანტაჟება შეუძლებელია გიორგი ისე გამიკვირდა ბიჭო რა ანუ სერვერი გადარჩა ძალიან გილოცავ და ძალიან მიხარი ჩემი ფსიქიკა ვერ გადარჩა გიორგი ჩემი ბავშვი ფსიქიკა სულ მოირყა კაი დაუბრუნდეთ ყოფით საკითხებს ეგ TikTok-ის თემა როგორ დაიწყეთ საერთოდ მიხვდით რომ მოდივცადეთ ნიჭიგვა ხო აი ერთად გადაობდით ესე თუ არა ერთად სულ გადაობდით რა თქმა უნდა მე სხვათა შორის სულ მინდა რომ ჩემი აზრით მე მაქვს ჯანელასნაირი იუმორი და მე მინდოდა რომ ეგ იმიჯი მქონოდა აი ჯანელა მგონია რომ არა აი სერიოზული სახით და რაღაც სარკასტულად რომ ხუმრობ და არ იცინი გულში მეცინება ჩემს ხუმრობებზე სიმღერებზე არ მღერი შეიძლება სიმღერებზე გეცინა სიმღერებზე წეწერ ჩემ ხუმრობებზე მეცინება გულში მაგრამ ესე აი სერიოზულად ვარ და მე და თეონა რომ ერთად ვართ სულ ვიცინით აი 24 შვიდზე მართლა სულ ვიცინით და ეს იმიჯი დამირღვია რომელიც ჯერ არ მქონდა მაგრამ მინდოდა რომ მქონოდა ხო და ეს რენდომად ბანკანაში ვისხედით გადავიღეთ ვიდეო დავდეთ მქონდა მილიონზე მეტი ნახვა მე ჩვენ შოკი გქონდა რომ რა ხდება და რომ გავიგეთ რომ რა ხდება მე გავაგზავნე ბიჭებს ეკაიფებოდით ეგრეთ ვიდეო პირველივე ვიდეო იყო ბიჭებზე გადაობა კი რაღაც იყო 8 მიზეზი მქონდა #8მიზეზი რომელიც დავკიდეთ 8 მიზეზი რატომაც ბიჭები შეყვარებულებს შორდებიან თუ რაღაც ეგეთი იყო და იყო ძალიან სასაცილო მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრმა ამოიცნო საკუთარი თავი და მე ხა მელოდი რომ უფრო მეტი ყოფითი ის გექნებოდათ ფიდბექი არა ხალხს მართლა უყვარვართ და სხვათა შორის ბავშვები გვიყურებენ ანუ არ ვიცი მაგრამ გვიყურეთ ხართ ბავშვებო მაგრამ ბავშვები არის არა დასრულებიც არიან იმიტომ რომ არა მე სტატისტიკას გეუბნები უმეტესობა ბავშვი არის და რატო ხო და არ არის უმეტესობა ბავშვი ყველა ასაკის დიახ მე რაც შენ გაქანახი სტატისტიკა რა სადნახე ჩვენ თქვენი არის 65% ჯეილიანის მასშტაბურა ჩაკეთდა რამდენი პროცენტი ბავშვი იყურებთ არ ვიცი იმიტომ რომ TikTok-ზე ვერ ნახავ ბავშვი ვინ არის იმიტომ რომ ვერ უთითებ რომ ბავშვი ხარ მაგრამ ბევრი ბავშვი არის და ბევრი ზრდასრული არის იმიტომ რომ ძალიან იშვიათად თუ გავდივარ ხოლმე სადმე მაგრამ თუ გავდივარ ყველა მცნობს ბავშვად აღიქოს რაღაცეებს როგორ რა ვერ გავიგე ვერ გავიგე რა თქვი რა მეტყვი არა ბავშვად შეიძლება აღიქოს მეთქის აღიქოს ხუმრობა არ ვიცი არ არის საბავშვო ხუმრობები თან ვუზრდელობთ ჩვენ მაგრამ ცოტა არაუშავს კარგად წახო ხო არ გონია რომ ეს უზრდელობა ეს ამდენი ბავშვი გიყურებს რომ იძახი და თან უზრდელობთ და მანდილოს სინსვიდან ეს ბავშვი რო სწავლობს მანდილოს სინსვიდან რო სწავლობს თან უფრო ხური არის კი ხო მართალია ხო სექსიზმიც ჩავრთოთ კი კაცი რო იქნება ეხა კაც უხდება არა კაც შენ ახლა რო გიყურებენ ბავშვები ბოდიში მოწყოტი ნუ კი არა აუცილებლად უყურებ არა გიყურებენ დარწმუნებული ვარ და შენ თუ იგინე არა სასურველი იქნებოდა რომ არ გიყურებდნენ ეს სხვა მაგრამ გიყურებენ სამწუხაროდ შეიძლება მე დაუშლი ხარ ვიღაც ხო მაგას ვერაცდები და თან ბავშვები მე დაწყებსაც როგორ ბავშვები გამორჩა ყოველთვის ეუბნები თქვენ ეუბნებით ხოლმე რომ უნდა ვიუზდო ბავშვები გამორჩა არა რა თქმა უნდა მაგრამ ვაცენზურებ ხანდახან აი ტრაქს და რაღაცებს არ ვაცენზურებ მაგრამ რაღაც სიტყვას ვაცენზურებ ესეც ეგრეა ხანდახან აცენზურებენ თამაში არ გვაქვს რა თამაში მე რა ვიცი ხო თამაშობთ ხოლმე ხალხს აა მორჩა ეგ ეპოქა წავს როდის ერთი სამი თვე აღარ ქონდა მართლა კაი მეწყინა ჯეირანი მაინც ვითამაშე კაი მოდი ჯეირანი მოგიგე ჩო სამითნორი რა დებილი რა შტერი ხარ ამშავე ითამაშე გვიან გააკეთე და წააგე მაინც ხო და მიდი ბიჭებზე მეკითხებოდი რაღაცას არა არაფერი მიმღებლობა თუა საზოგადოებაში მაგი იუმორის ძალიან კაია იმიტომ რომ რეალურად ვიღაცებს ურტყამთ რა ხო ვიღაც მინახავს ეგეთი ხალხი შენ მაგ კრიტერიუმებით აარჩევდი შეყვარებულს
ეგეთ შეყვარებული რომ ყავთ და ეს როგორცაც განვასახიერებთ? არ ვიცი, არა. ხوار იყო ეგ ტრაუმა ხوار იყო. არა, სხვათა შორის. ხო, ეგეთი ხალხს აინტერესებს, მოდ ხალხის არა, სხვათა შორის. მაგრამ აი რაღაცები გამომიყენებ. ბუხმას ხوار ინახავ. რო ეს ყველაფერი გეტყვი. არა, იმიტომ რომ მე გამწარებული ხარ შენ საუბრობ და სხვებს აწმენთ ხელებს. ეს ხوار იყო. არა, ეს ნამდვილად არ ყოფილა. ხვდები, მე გავიგერო შენ ეხა სექსისტიც ხარ და რასისტიც ხარ და ყველაფერი. ყველაფერი ცუდი რაც შეება ადამიანის არა, თვრალი არა, ვარ და ლოხი და გადაცემაში მოწვით არავზი ვარ. მოდი, ცხრილო მოგიწა. მოდი. კაგივარჯოთ. ყველა გიორგის გაუვარჯო. მე ეგეც არ ვარ და ისიც. და რაც რასისტი სექსისტი არა, რაც ლოცი. აი, რატო არ მითხარი ყურზე აიფარე ხელია? ბავშვური ფსიქიკა? უთხარი. ხო და არა, ძალიან ბევრი არის ადეკვატური და ძალიან ბევრი არის არაადეკვატური. ძალიან ბევრი არა, ძალიან ცოტა არის არაადეკვატური. ბიჭო, ეგ ინფორმაცია. ანუ შენ მე როგორი ვიღაცები წერენ იცი რომ ესე წერენ ой მე რა ლამაზი ხარ გამარჯობა ოღონდ აი 10 რაღაც თვეების მერე რომ ნახულობ მოწერილებს და იწება რომ რაშვები ლამაზი ხარ და ბოლოს ანუ გინებაზე გადმოდის ხითავში გაქავარდნილი შენი და ანუ ეგეთი ვიღრედო პოსტი წერენ ლამაზი ხარ ხო და რაშვების 4-ჯერ მინიმუმ 4-ჯერ რაღაც რენდო ხალხი წერს ესე კვირაში ერთხელ რაშვების ეგ მაგარია ერთი და იგივე ხალხი მე მაგის კრიდნენ ნახე ვიღაც გოგოს ედო არ მახსოვს ვის ედო თუ ხო რა სადღაც ნახე რა რაღაც სექსუალური ფანტაზიების მისალმება იყო რა რაღაცა და რაღაცა პაუზის მერე იყო ქრისტი აღსდგა ანუ ვაიმე ანუ მიხვდა რომ იმ ტაქტიკით არ გამოუვიდა და ეხლა ცოტა სხვანაირად სადა და აუ მე გაჩვენოთ ჩემი სიყვარული არის ამ კაცის მოწერილები ამ კაცის სად მიდიხარ სად მიდიხარ TikToker ადამიანს ტელეფონი რო არ გაქვს სულ გვერდით ეს უცნაურია. ორი ჩატებში წერენ არ მინდა. აი ერთი წამით. ხო და რაღაც ისეძებდი. და ვიპოვე მოიცადე. მე? ეს ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია, დანარჩენი ბანალურები არიან. ძალიან მომწოხარ გვიждები შენზე Facebook-ზეც მოგზებნე მზეო. მინდა ჩემი ცოლი გახდე, ცოლად მინდიხარ. ეხო გეღადავება ეხა. ერთი წამი, ანუ მარტში დაიწყო, მაისში გააგრძელა, მერე მაისში გააგრძელა, ივლისში გააგრძელა, ისე სხვა ივლისში. მერე ივნისში გააგრძელა, მერე კიდე სხვა ივნისში, ერთი წამი უნდა წაგიკითხოთ. ხო, ჩემი ცოლი გახდე, ცოლად მინდიხარ. ჩუმად შემხვდი, ვერავინ გაიგებს, მინდა მოგეფერო. ვიზა სავოთ ტუჩებში. ყავა დაგველია სადმე თბილისში მყუდრო ადგილას გაგვესეირნა. ჩუმად ვერავინ, ანუ ჯერ დაიწყო რომ შევხვდეთ და ვიმეგობროთ და რაღაცა, მერე ვზასაობდით. მერე ისევ გადავიდა მეგობრობაზე. ანუ ძალიან შიზოიდი ხალხი არის. ვიზასაუთ, მოგეფერები, გულში ჩაგიკრავ, ჩემი სიყვარული იქნები. ანუ რითმა არის. ხო, მართალია. მინდა ჩუმად შევხვდე და მოგეფერო. შენ რა აზრის ხარ შემოთავაზებაზე? ანუ აქამდე ვერ მიხვდა რომ რა აზრის ხარ. ჩუმად შეხვედრის მუღამი რო აქ თან რო არავინ არ გაიგოს. ჩუმად უნდა რომ არავინ არ გაიგოს. მე გაიგე. გატყობებას გეგმავთ თუ დროს ტარებას? ანუ მე ესე აქცენტ მე რაღაც ფოტოები ჩამიყარა არ ვიცი რა არის და რაღაც უაზრო შევ კი ბატონო რამდენი წლის ბრძანდებით და ბოლოს ამთავრებს ელენე როგორ ახარ გოგო და ვოისიც არის ამ კაცის აუ არ ჩართო ვიღაც მანიაკი ანუ ეხა შიზოიდი არ არის აი აჯმევინე ეხოწები ხო მაგრამ მე მიხარია რომ ალბათ რაღაც სოფლიდან უნდას ფოტოები და აქ არ ცხოვრობს ალბათ და არ მომკლოს სადმე ანუ ზოდ გახდი თქვენ არ გწერენ მანიაკები ჩვენ პასუხობთ. მართლა? ხო, მე ვიცნობ მაგას მეც. თქვენი ზოგადად ეგეთი კატეგორია ჩვენ ხო არ აყავს შეჩემა. ეს აუ, კაი, ყველას ყავს ერთი. ესეთი კატეგორია ყავს. ეხლა გადამრიო ჩემ. ყველას ყავს. კატეგორია ყავს რას ქვია შეჩე. ანუ ამას გონია რომ ვაფშე შეიძლება გამომწერმა შენი და ვინც გიყურებს ეგეთი რამე. ყველაფერი შეიძლება. ყველაფერი შეიძლება. გონია ეგეთი შემთხვევა? არა? ხო, მაგრამ მე რენდომ შიზოიდი შემხვდა რა ჩემი ბრალია. კატეგორია უყურე. რატოა? გასწულელი. შენი ბრალი აბა ვის ბრალი? შენ ჩემი ბრალი რატოა? არა, მე ვაკეთებ კონტენტს, არა, მე მაგას მოწონს შენი კონტენტი. კაცმა არ იცის. არა, TikTok-ზე ნახე რა განსხვავება YouTube-სა და TikTok შორის ყველაზე დიდი კიდე ერთი. არის ის რომ ადამიანები ეხლა ვინც ამ პოდკასტს უსმენენ ამისთვის შემოვიდნენ, გაამზადეს საჭმელი, დასხდნენ, სპეციალურად გამოიწერეს. ხო.
შენ პოდკასტს უყურე ხა. აუ, დარწმუნებული ვარ, შენც გაგიგეთი მესიჯები და შენც გაგუბრალოდ არ გაგიხსნიათ. არა, მე მაქვს ხო ხო, იმიტომ რომ არ ხსნი. მეც არა, ქალები ეგეთ ტიპები არ არიან თან რა, ანუ ეხა ქალმა კაცი რო წერს მაგას ცოტა დაუცველობის გაზდა შემოქმნეს და ეხა მე ქალმა ვინო მომერიოს. არა, ხო, მაგრამ ეგეთი კრიფიკალი რო შეგხვდა, შეგეშინა. მე ამაზე მეშინოდა კიდევ ვიღაც ეგეთი იყო ძალიან მანიაკი, ვისიც მართლა მეშინოდა და პროსტა აქეთ დავსტოლკე, რომ მეთქი თბილისში არ ცხოვრობდეს და არ ცხოვრობდა და ანუ მაგით რო დაჟე კარატეზე შესვლა მე. TikTok-ზე მაგალითად, ეხა რო ჩამოსკროლავ, ანუ არ ეძებ რაიმას რა, კონტენტს. ხო, რა თქვა? ხო, მაგრამ არ ძალიან იშვიათად სხვა. ხარილის ბოთლის გარეშე არ ივლიდა. აი, ცარიელი თუნდა ვიარო. ეხა რა ამას მოგასა რა უნდა ჩიმი. ხო და მე როგორ დასასრულის კითხავი აუ გეხვეწე. მე ეხა მივხვდი როგორ ვისტრესებით ქალები. შენ თვითონ მიხედე ძალიან აკხო რა. არა, გაგიზიარეთ, იმიტომ რომ მე მგონია რომ აქ ფსიქოლოგებთან ვარ. არა, ჩიმი, ამ ფსიქოლოგი მოგვარყე, მე იმენა მომარყე. ჩემ ტრავმა. გამცრა ტრაკიდან რა მომასმენა. ხირსი ხარ შენც მოგწერო სამკაცმა და ჩაგიწეროს ვოისები და ნახავ რა რთულია იყო. მე მგონი იმასაც მიწერე. შენც მოუწერე. მაგითო დაგწრამვა ეხა. კალა რატო? მახარა რატო არა? პოდკასტში ფეხი კიდო მეორე ფეხზე ტრაკი გიჩანდა კალა. ოიმე. მანდ გამაპოფინა შენი თავი კალა. ეხა რა არის? შენ თავზე ხარ ვიტყოდი აბა. მაგრამ ეხა ცუდად გავხსი ბოდიში. აბრუდა მე ხო ბოდიში. ბოლოსკენ წავითით რა. გეხვეწებით. არ მეგონა უცხოპლანეტელების პორნოგრაფიის მე რამე თუ დაგსტრესა. ელიენი რა ნახე. აი ანაბელი ხო ნანახი გაქვს რა რაღაცა უცხულები რა. სათამაშო ანაბელი. თითქოს მე რაც იმ ფილმში ვერ ვნახე რომ დაისაჯნენ უცხოპლანეტელები, იმ ფილმში დაისაჯნენ. აჰა, იგით დასაჯეს. მართლა გეუბნე ხა უცხოპლანეტელს ხერხემა. ბაიმე. ბოდიში ამასა ტუს დააქვს, მაგრამ რა ჩვენ მომასმენი იმაზე ცუდი არაფერი. არა ხო. მართალი ახ დავისტრესეთ ყველა. პოლიციაში დავეკე. ამას პრაიმ ჰაუსში არ ჯობდა. არა, რაღაც კახელი კაცი. მე ცუდად გავხდი მართლა. მთელი დღის განწყობა შემიცვალა მაგერთმა რაღაცა ნაგაუმა რა. თავიდან მე შემიცვალა ახლა ვერ. ელენესთვის როგორი რთულია შენ არ მოგწერე. ამისთვის რა არის რთული მე მამა უისმინე ვიღაცა ტიპი. ჩემიანი შეიძლება ეგეთი იყოს. მე ხსენ კაცთა მოდგმა, ქალთა მოდგმა ხო იყოფა ესე რა. ხო. ერთიანდებით მაგრამ. ანუ ყოფ ეგრე რა. აბა ასე რანაშება ერთიანი. მართალი. აუცილებლად გამორიცხულია. არა, რა გინე კომპლიმენტს გეუბნება. ჩემ მოდგმაზე ვნერვიულობ პირიქით, ეს თავის კაცები. ხო, შენ გეუბნება რომ ქალი მაგას ხო არის ამსო. არა, ჩემი მოდგმა. ქალების კომპლიმენტი მაგას თქვა. არ მეუბნება. აბა რას მეუბნება, ზუსტად ეგ. რომ მომისმინოთ და გაიგოთ რა. შენ მეუბნები რომ შენი მოდგმა რომ მაგას აკეთებს ეგ წინს. არ დამთავრებია. ხო, კაი. ჩემი მოდგმა რომ მაგას ჩემი აკეთებს. მოდგმა რომ მაგას აკეთებს თქო. ხო, შენზე ძალიან მესირცხვილია, იმიტომ რომ მე ის დათქვამი რომ ყველა კაცი ერთია, მართალი გამოდის რა. რატო ყველა ერთი არა? არა, ერთ ქვაფში ხარშება რომ არა, რატო? არა, როგორ არა. ეგეთები ვარენ, ჩვენ აი ტიპები ჩანვართ უფრო, ჩვენც კაი ნაგვები ვარ. როგორ არა, როგორ სასაკეთო. მაგათ ხარჯზე ჩახარ. ვერ ხო, გამოდის. ეგეთი ხალხი ჩვენ მჭირდება, რომ ჩვენ კარგები გამოგვიქოს. ხო, ხა გონებრივად შეიძლება არ არის ნორმალური. არ არის უჭველი ნორმალური. ხო. ნუ ხა არ ჩვენ ახლა ფოტოვაგები. გავიგე, მაგრამ აი 200 მანეთს მოგცემ. და 200 მანეთით აი. ხო, ვიღაცა ტიპის მესიჯები ხო TikTok-ზე ვრცელდება. ის ძალიან გიჟია. ის არ ახსენე, მაგრამ ეგ არის. ვინ. ეგ ხოდა. ხვილები რა. შავალი არ ვიცი. მაგის დედა ხა მასვერ გამოვაგდა. პულმენი მოხარ შო, მაგ პულმენი რა. აგე 1000-იან ლუც ამოვიტან, ამოდი ჩემთან და მაგის იმებით ვიქნები. ხო, არა. რეიტუზებით ვიქნები. სხვაგვარად მაგის მოსმენაზეც სულად ხდები მე. არ შემილია. მე არ ვიცი ვიზე საუბრობ და ძალიან მიხარია რომ არ ვიცი ვიზე ლენე საუბრობ. გომაპირი ხარ. მე ყველაზე მშვიდი ადამიანი ვარ მთელ სამყაროში და საყვარელი. მე არა ამბიღო. ეგ ვინ გასწავლა შენ თავზე როგორ უნდა ელაპარაკო, საყვარელი ხარ და ძალიან მშვიდი ძალიან ადამიანი. მიყვარ ჩემი თავის კებო რა გავაკეთო. ნახე, მე რო ვიქებ ჩემთან მე ლეგიტიმაცია შენც იქებ? მაქვს. კი. ხო და მე და მე ზლატან ლეგიტიმაცია იბრაჰიმოვის გვაქვს მაგის უფლება და შენზე არ ვიცი. შენ რამე ბექგრაუნდი ხო უნდა გაგაჩნდეს მაგისი? გამაჩნია აი ეს რატო ზალსა. ის? კაი, შენ ჯერ ნახე ჩემი ბექგრაუნდი. ნახე, პრაიმ ჰაუს შენ გაკეთებული ნახე. მერე ჩემი გაკეთებული ფანჩა პრაიმ ჰაუსში პრაიმ ჰაუსში ჩანდა როგორი საყვარელი ვიყავი, არ ჩანდა, ესე იგი არ ნახე. ეხუნა გულთან არაფერი მიიტანო მართლა. არ მიმაგ, ნუ გინდა რომ მივიტან. არა.
უნდა ადამიანს როცა არ მია ფულთან მაგასენებ ესე გინდა რომ მიიტანო მართლა თუ გინდა არ მივიტან მინდა რომ ეს სიცი წასვლან და მე წყენიათ ხოლმე რაღაცეები და არა მე არ ვარ ეგ ადამიანი და რაღაცა გულთან ხოლმე და წახვიდე მე სხვა ლაპარაკობ მახარა რაღაცა ის იყო არა პირიქით ხო მე არ მინდა რომ რაღაც ისე გამოჩნდეს ახლა სიმართლეს გეუბნები ეგ წყინის ხო რა თქმა უნდა და მე რადგან თავს ვიკავებ და სიმართლეს არ გეუბნები არც ის არ ჩათვალო რომ მე არ ვიცი სიმართლე აჰა კიდე ერთხელ თუ მომიწოთ ერთი 100 გადაცემის მერე ვიტყვი ბიჭო არა საკუთარ თავზე ხუმრობები რა ეგრე გამიგიანა ფსიქოლოგიაში არის ესეთი ფენომენი რომ საკუთარ თავზე რომ რა ლუზერი ვარ და როგორ არ გავიგე რომ ღადაობ რომ აი აბა მე ვინ შემომხედავს და ეგეთ ხუმრობები ყვავთ ხოლმე ადამიანებს თვითირონიული საკუთარ თავზე ამბობენ რომ twin ვერ აღიქვამსო რა რაღაც twinis ის რაღაც სფერო რომ ხუმრობა ხო ანუ შენ რომ ბევრჯერ ეუბნები ამას ხუმრობით საკუთარ თავს ძალიან ილექება ეგ ყველაფერი ამიტომ confidence-ისა დასაბუსტად ნიშნულოვანია რომ საკუთარი თავი შეაქო უთხრა როგორი კარგი ხარ ასე რომ სულ არ არის იმიტომ რომ ეხლა მე შენ გიყურებ და გათხოვ რომ იმდენად ეფერები საკუთარ თავს ამის სიტყვა ვერაფერი ვერ გიქნა საერთოდ არა და მე მართლა ძალიან მიყვარს მაგრამ თქვენ საყვარლები ხარ მაგრამ შენც კი დაჯე შენ კალადის გამოდის საკეს ეს პატრიჩანი უჭიავს ხელში გიორგი დღეს სამშვიდობად გამოიყო გიორგი ეგეთი რაღაცები რომ ეთქვა საკუთარი თავისთვის სულადკი არ ვიქნებოდი შემო გიორგი ცუდად ხო? ფსიქოლოგიურად რაღაც პრობლემები მქონდა. იმიტომ რომ საკუთარ თავს სარკეშურს ხედავდი, არ უყურებდი კარგ, არ ვეუბნებოდი კარგ რაღაცებს. უნდა უთხრა. მე მქონია ძალიან ისეთი ცუდი მენტალური პრობლემები, მაგრამ მეგობრებო, დღევანდელი გაცემა, მე ჩემი მოვში, ხა აქეთ არის კლუბი ჩამოყალიბებული, სტრესული ცხოვრება ვისაც ქონდა იმათი და რო არაფერი არ დარდებდა საკუთარ თავს რო ელაპარაკებენ, რა კარგად გამოიყურები, ყოჩახ, რომელსაც საკუთარი თავი ჭირდება. შენ არ ქონდა შეჩემა? რა მქონდა? გიორგი არ მინდა რომ ვისაუბროთ ახლა, აღარ მინდა. რა მქონდა? მიდი ვისაუბროთ. მომხვდა ისა და სულ ეგ იყო. ნეკაჭლის ფოთოლმა რომ დაგაგდო, ეგ არ იყო სტრესული. რა? აუ მიდი. მითხარი თქვენი გადაცემა. ნეკაჭლის ფოთოლი მოხვდა კისერში და ეგონა რომ ესროდნენ, ტრანკვილიზატორი ესროდეს და გაწვა რუსთაველზე. აი ამას აქვს ძალიან დალაგებული ცხოვრება. ფოთოლი მოხვდა? წვეტი ხო იცი აი ნეკაჭლის ფოთოლი ძალიან წარე როაც კანადის დროშები გავსპამოთ. და გეგონა რომ სიკვდილს ჩახედე თვალებში? იქ მიწერენ ხოლმე, სტრიმზე მიწერენ ხოლმე კანადის დროშებს ციფრო აურევ, კანადის დროშებს მიწერენ ხოლმე. რომ ეკრევე კანადის დროშებს ვისპანავენ. რა შეგაშინა? შენასწავლე, ხო, ძალიან კარგი. კარგი, მოდი გავიდეთ ბოლოსკენ. გავიდეთ. ელენე ძალიან დიდი მადლობა. ორი დაქარიდან მართლა შენ ბევრად მაგრა გაკეთებ რაღაცებს, მეორე ვერა. მართლა. აი, შენ ბევრად მაგრა გაკეთებს რაღაცებს. არ არის ეგ. ხარ რომ მიხარ დაელაპარაკე, илაპარაკე. ხო, აუცილებლად. თეატრში მოგივიდა. თქვენ შორისაც სხვათა შორის შენ ბევრად კარგია და აუცილებლად, იმიტომ რომ არა, კაი, ვიცი რომ შენი გემოვნება მაგდონეზე არის, კი, ეგ უნდა მოგწონდეს. ეხლა არ შემაქე მე. არა, მე ორივე ძალიან მოწონხარ, ძალიან საყვარლები ხარ მართლა და გადამერთო ხო. ხო, ვიცი, მაგრამ არა, ორივე ძალიან საყვარლები ხარ, ძალიან მომეწონა რომ თქვენ პოდკასტში ვიყავით, ძალიან გავერთეთ სხვათა შორის და ერთადერთი თქვენი პოდკასტი იქნება, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვუყურებ. ალბათ თან TikTok-ზე ვნახავ ამოჭრილებს, კაი ნაწილები ამოჭერით, რომ ვნახო მე საყვარელი სადაც ვიქნები. ხო და მე და თეონა ორივე ერთნაირად იდეალურები ვართ. გოდიში ის მაინც გეთქვა და გული გაკეთებინა ჩვენთვის, რომ დღეიდან რადგან ვიყავი, თქვენი ერთგული მაყურებელი ვიქნები. რა მნიშვნელობა აქვს სადგიყურებ? საუტანელია ეს პოდკასტი. არა, ნახე, რა მნიშვნელობა აქვს სადგიყურებ 10 წამი შემოხედავთ 1 საათი, რა წამი არ არის, ძალიან ბევრი ვიდეო. ძალიან ბევრი, 1 წამი მე რას ვუყურებ, იცი? ეგ ძალიან ბევრი იდიოტობას ვუყურებ, მაგრამ Facebook-ზე აგდებს ვიდეოებს, რაღაც AI სერიალები არის, რომელიც გითხრევს რაღაც თონემდე უყურებ და მე გეუბნება, რომ ეხა გადმოწერე საზისხარი აპლიკაცია და უყურე, რა თქმა უნდა, არ ვიცი. მაგებს უყურებ მაინც ბოლომდე. მაგებსაც ხომ იცი რატო დავიწყე ამაზე ლაპარაკი არ მახსოვს. ის ბანანა რა არის? ბანანა და ვაშლა და რაღაცები გავთ. არა, ეგენი არ არის, ეს სხვა სერიალები. არა, ეს სხვა. და ანუ ესე იგი TikTok-ზე წუთიან რას იგებ წუთში? ხო და მაგას ვამბობ, ამას ვუყურებ ხოლმე თანაწევრებულად, მაგრამ მთლიანად და რა მნიშვნელობა აქვს თანაწევრებულად? ნახე თვალსა და ხელშუა მატყუებ. რატო? ანუ არ არსებობს TikTok-ზე იმდენი ამონაჭერი შეგხვდეს ეს ერთი გადაცემა, იმიტომ რომ ის გადაცემა ნანახი მაქვს თქვა. არ არსებობს. ისე მაგ. ასე თუ ისე არა, ანუ გაქვს ნანახი 2%
100-დან და აი, დავიწყებ თქვენი გადაცემის უყურებას მართლა, იმიტომ რომ ძალიან გასართობია. არა, შენ ხა ისეთ რაღაცებს უყურებ, რომ რავი, დიდად არ მაქვს სურვილი, რომ გავიგო მაგ მარაკაში. მაგრამ კარგ რაღაცებსაც უყურებ მართლა. ეხლა ცუდი შთაბეჭდილება დავტოვებ. რაღაცა უკვე ბოლოს მეც მაგეთს გადმოვედი, გაიგე. კარგ რაღაცებსაც კორეული დრამის და ვაშლის და ბანანის შუაში რომ ვაშლი და ბანანი არ არის, ეს სხვა. არა, ვაშლი და ბანანი არა, ისე მეუნები ხარ, რომ ვაშლი და ბანანზე ბევრად მაგ რაღაცას უყურებ. ბევრად. კაი, ნახე, ზოგადად ადამიანების ცხოვრებაში ეგრე მე რომ აქ გადაღლილი პერიოდი და ძალიან ბევრს მუშაობ და ძალიან ვიღლები, მინდა რომ კრეტინობების გარდა არაფერს არ ვუყურო. ეგ არის. ხო და დავიწყებ თქო გეუბნები და ეგ ჩემი კრეტინობა იყო კაცების ყურება. ოღონდ კრეტინობა არა მართლა ძალიან ვერთობი და ძალიან მიყვარს და 1000 წელი ვუყურებ. შენ კაცებს რო გადავები, ერთი გავიგემო ეხა კრეტინობა, ცოტა. კრეტინობა არა. ვაიმე, არ ეწყინოთ. არ ეწყინებოდ. მე არ პატიჟებენ კაცებში არასდროს. მართლა, აუ რა წყენით თქვი. ეგ კიდე ჩვენზე დაბალი ლეველია კაცები. ხო და არ პატიჟებენ. აუ იმანაც გადმოდო ეგრე. არა კაცები ძალიან აი მართლა ერთი. რატო არ პატიჟებენ რა ვიცი. სამჯერ ვარ დამყოფე და გიორგია. მართ შენ ვიცი რა. ვიცი ისი ბრალია. შენ ბევრჯერ ხარ. YouTube-ზე რო არ ხარ, ალბათ არის მაგიტო. ვითომ. ეს ხა გადმოგვასწავლე საყვარლის TikTok-იდან. იქაც იგივეს 200 მაგეთი იყო. ჩარტე უშასების ბარდა. მე ვნახე რომ შენ უყურებდი უშასების ბარდა. კაი, თამაში არ გვაქვს, არაფერი არ გვაქვს. ბოლო შაურია. რა? მანამდე კარგად. იცი რა ის ბოლო შერე ძალიან ალკოჰოლი. ხო, ნახე ბოლოში ქვემოთ არის ალკოჰოლი. შიგბეჭებში გადაგვარტყა რა უნდა და არის ძალიან მშვიდად მივდიოდით და გადაგვიჭირეს ბოთლი. ხო, რა ვქნა. ნახე რა ცოტა მოგდარჩენილი და მაგი. კარგი ადამიანი ხარ. აი ამას რო სვამს, აი ამის მერე ეკეტება, აი ბოლო ის აი, არის. აკერჯი ამას არ უნდა ჩაცდე რა. კი, მაგის ფილოსოფიურ საუბრებს მერე იწე. ეგა ნალექია. ციპცა. არის ამას ალკოჰოლი აქვს რაღაცა 7% არაფერია. 13 წეგანი ძახთი. მართალი ხარ 13. კარგი, მოკლედ გავიდეთ ბოლოსკენ. ელენეს იმედია კაცებში დაუძახებენ, მორიგ კრეტინობა გადაცემაში, როგორც ეს არის. კრეტინობა კარგი არა, შენ დაუძახე, ხო? კარგი გაგები, არა, ჩემი კარგი გაგება არა საყვარელი კრეტინობას. როგორ არა აქ? ჩემი საყვარელი კრეტინული გადაცემა. კრეტინობა, ხო? ნუ ეხა ეს გადაცემაც კრეტინობაა მართლა. ანუ კარგი გაგებით კრეტინობა. მე და თეონას რას ვაკეთებ კრეტინობა, მაგრამ კაი გაგები. არა, ეს აუ, შენ კიდე რა გინდა? დაალკდი. თუ ჩვენს კრეტინობა ვართ, თქვენგან კარგი გაგებით. ანუ ჩვენი არ არის კრეტინობა. სადღაც დაბლა რომ მოძებნო სიტყვა, იმიტომ რომ კაი. თამასას ნუ მართალია. ანუ ნახე, ესე არის უჯასების პორნო, ელენე და თეონა, კაცები და ფუ პოდკასტი. თუ შეგიძლიათ რომ მონტაჟი კაცები თქვენი თავზე პირიქით რო გვათქმევინოთ. ხო? თავზე კაცები თქვენ აი რაღაცა ესე რომ გადავიდეთ. უაზრო მონტაჟი იყოს, მაგრამ კაცები მე ძალიან მიყვარს და უყურებ და დიდ პატივს ვცემ და მეც აჩის უთხარ რა ეს გოგო ჯანელა როა ეგ მოვიწვიოს. მე ვარ გოგო ჯანელა. ო, ეგრე უთხარ. ჯანელა. არანაირად არ ხარ. აუ როგორ არ ვარ? აი ეხა აღარა კაცი. საკეთებს ბიჭო. აიო და ჯანელა როგორ გააკეთა? ხო და ნახე. კაცმა რამდენი იშობა რომ როგორ ანუ პაროდია იყო ჯანელა გააკეთე. აი ეგ არის ჯანელას პაროდია. ცუდად. ხო და ნახე მე რატო არ მადარდებს. ლაბაძე როგორ არის? რა ლაბაძე? კაბაბი მინდა. არ ვიცი, პაროდიები არ გამომდის. არა. ჯაიმაზე რა ქვია, ლაბაძეზე ხარ გამომოვა, იმიტომ რომ არ არის ეგ. ხო, და ჯანელა ხო არის? ჯანელა შინაგანად, ანუ სულით ჯანელა ვარ. ჯანელას გადავიფიქრე, იმიტომ რომ მე მივხვდი რომ შენ იყავი. ხო. განვასწავე. ვაიბი გვაქვს ერთნაირი ხო ხტები უბრალოდ. ანაირად გაქვს ერთნაირი ვაიბი ახლა. ანუ ჩუმი სარკასტიკი. შენ რამდენი დილაპარაკე ხა აქ იმას ერთი თვე ამ თვის განმავლობაში ალბათ არ ულაპარაკია მაგდენი. და რანაირი ვაიბი გაქვს, აბა შენ სხვა ენერგეტიკა გაქვს. მე გიორგის ვიცნობ. აჰა. შენ არის თო, მაგრამ არ გიწევენ. აუ ხო. ტელევიზორ მარტო ეყრდაიცობდა. ხო, ო, ისი კითხვები ხო და მიმიწვია რომ გავიგო. თუ მიბაძო მე. ჩემი ტყუპის სალი არის და ანუ ჩემი ტყუპის სალი ხო უნდა ვნახო. ჩანელ ტყუპის სალი არის მოსული ჩვენთან გადაცემაში. რომ მიიწვიო იმის ხოლმე. თამუნა მუსერიდეს მივწერ. იქამდე გამოჩნდი. თუ რა ქვია გოგოს თამუნა. ხო. პოულობს. თამუნა ქვია. გვარი ვიცი სახელიც ცოდნი. წარმატებს გისურვებთ მე კაცების შემდეგ გაცემის თუ ამ თვის ყოველ შემთხვევაში სტუმარი ერთ-ერთი უშოვეთ ნამდვილად. რომ ოღონდ ისე დასვით ჯანელა და ელენე ერთ დადოსოთ რომ გავარჩიოთ ხალხმა. მართალია. ცოტა ისე დასვით რაღაცნაირად ან სხვადასხვანაირად გეცვათ რომ რაღაც მაყურებელი არ დაიბნეს. ხო, სტილითაც გავარჩევთ. შენს იკოსგან გავარჩევთ ალბათ. აი, იმიტომ რომ რთული იქნება, მე თუ აი მე. ამე შარი არ მოხდეს არაერიოთ. ელენეს მადლობა. როგორ ამოჭრია. ჩვენ პოდკასტის ვაიბში ესე კარგად ჩაჯდა.
და ესეთი ორგანული გადაცემა გამოგვივიდა მადლობა და იმან აუ, ჯიხოტას თუ რა ქვია სოჯუ მადლობა თქვენ რომ მომიწვიეთ მართლა ძალიან გამიხარდა და ძალიან გავერთეთ თქვენთან ერთად ვიცი რომ ძალიან გინდოდა რომ რამე მწყენოდა მაგრამ არ მეწყენა და შემდეგ კიდე უფრო ცადეთ თუ მომიწვიეთ ისე და იქნებ რამე მეწყენაც მაგრამ ძალიან გავერთე მართლა და ვისაც დაგპატიგებენ აუცილებლად მოდით რეკომენდაციას გირჩევთ რომ ძალიან გასართობია მართლა გოგოები რო არიან იგი გოგოები არ მოდიან იმიტომ რომ გონიათ რომ აი უნდა ურტყათ რა ამ გოგო თუ რა ვიცი ურტყათ არა ალბათ ურტყა შენ ნაკითხვა მე არ დამირტყამს არასდროს არავისთვის. მაგრამ მოდით მოკლედ რა. აი კაი, შემდეგ ხუთშაბათამდე დავიმშვიდობოთ მაყურებელს მაშინ და კარგად იყავით. სუჯუ